მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია სალტე გადაცემით პოლიტიკის საათი. დღეს პარასკევია და ჩვენ გვაქვს კვირის მიმოხილვა. გადაცემის სტუმარი არის პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რა საკვირველია აუცილებლად შევეხებით თემას, სანქციებთან მიმართებაში. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დაასანქცირა. ამ თემებზე ვისაუბრებთ ირაკლისთან ერთად. მოგესალმებით ირაკლი, მადლობას გიხდით სტუდიაში მობრძანებისათვის. ირაკლი, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა ვითარება? დავხობთ 20 დღეა უკვე 21 დღე ვხედავთ არის ეს ქუჩის აქციები, თუმცა მილევადია ეს როგორც ვხედავთ, კი ამბობენ დაუშვათ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, რომ ეს არის 10,000-ობით ადამიანი გამოდის, ამას იმეორებს სამწუხაროდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ბჭყალებში რა თქმა უნდა ეს სტრატეგიული პარტნიორები, რომ ქუჩი ქართველი ხალხი ითხოვს ევროპულ არჩევანს და ისინი აპროტესტებენ ამას 24 საათის განმავლობაში, თუმცა ასე არ არის რეალური სურათი. რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში, ირაკლი, როგორ ფიქრობთ თქვენ? მოგესალმებით. თამთა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მინდა თქვენს და მაყურებელსაც მიულოცო გასული ბარბარობა, გუშინდელი ნიკოლოზობა და სიკეთე მშვიდობა მინდა უსურვო საქართველოს და ქართულ ხალხს. დღეს ვაკვირდებით ჩვენ რას სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა, ეს უკვე ნათელი იყო დაახლოებით 4 დეკემბერს ჩემთვის პირადად, ვინაიდან ბევრი ასეთი სახელმწიფო გადატრიალების თელობა, ასე ვთქვათ, შიგნიდან მინახავს და პროფესიონალის თვალით შევხედე, იმიტომ რომ ტექნოლოგიებს გავეცანი შევისწავლე. ეს იყო ძალადობრივი ყაიდის სახელმწიფო გადატრიალების სცენარი აკერმანის პრინციპით. და საქართველოს ხელისუფლება მას გაუმკლავდა. 2 დღის განმავლობაში იყო ეს განსაკუთრებული ინტენსივობის ფიზიკური დაპირისპირება და სამართალდამცველებსა და მომზადებულ გაწვრთნილ შტურმავიკებს შორის, მებრძოლებს შორის, სადაც ეს მებრძოლები გაილახნენ პირდაპირ ვთქვათ, ისეთი ფიზიკური შენიშვნები მიიღეს, რომ მესამე დღიდან უკვე პირდაპირ კონტაქტზე ვეღარ მიდიოდნენ. და ეს აცხადია გონივრული გადაწყვეტილება იყო მათი მხრიდან, საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ, მათ თითქმის უხდიან ამ ძალოვან აქციებში, მაგრამ ჯანმრთელობა უფრო ძვირფასი აღმოჩნდა მათთვის და ლოგიკური გადაწყვეტილება. შემდეგ დაიწყო ეს ფეიერვერკების და პეტარდების და ასე ამათი გამოყენება, ხო, როგორც ფინანსურმა ინსტიტუციებმა თქვეს, 2 მილიონი დოლარით მეტი ფეიერვერკი შემოვიდა წელს, ვიდრე შარშან. ანუ ეს 23 ტონაა საბოლოო ჯამში შემოყენილი და ამას თვალწოდები აკეთებდა ელენე ხოშტარია. ორგანიზაცია. როგორც ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაციები არსებობს ზალოვანი. ვის შემოქონდა კონკრეტულად მე ვიცი რაღაცა კომპანია სამი ძმა თუ რაღაცა, მათი საწყობებია დალუქული და ყოველ შემთხვევაში 2 მილიონი დოლარის მარტო ფეიერვერკი გაისროლეს, ხო, ასე გამოდის. ლოგიკა ამაზე მიუთითებს. კიდევ ერთხელ ჩავარდა სახელმწიფო გადატრიალება და ეხლა დაიწყეს უკვე რაღაცა ეს სხვა ეტაპი რა. აი მომაკვდავის რეფლექსიები, რასაც ქვია, იმიტომ რომ რატო არ ჩერდება, ხო, ქუჩის აქციები, იმიტომ რომ დაფინანსება მოდის, სანამ ეს დაფინანსება იქნება უცხოეთიდან, ეს მომაბეზრებელი ამბები იქნება ქუჩაში, ხო? როგორც კი დაფინანსება შეწყდება, ესეც გაჩერდება. მაგრამ მასშტაბი უკვე ის აღარ არის, რაც პირველ დღეს იყო, პირველ დღეს პიკზე გამოიყვანეს 10,000 კაცი. შემდეგ ყოველდღიურად იქლებდა და დღეს ყავთ ეს აქტივი რაღაცა 2-3,000 კაცი რჩება ხოლმე. რეალურად მეტნი არიან ახლა ეს აქტივისტები, ვინც არის და ქუჩაში ვინც გადის 4-5,000 არიან, მაგრამ უკვე დადის ყოველდღიურად არ არის 4-5,000. ხო, ყოველდღიურად არ არის. გამოიძინებენ და 3 დღეში ერთხელ ასე ვთქვათ მიდიან. ახლა ვინ არიან, მოდით გავანალიზოთ. აქ არის აი უცხოური აგენტური პარტიები, ხო, რომლებიც აწმეულებია უკვე მუშაობენ სხვა სახელმწიფოების ინტერესებზე. აი ამათი აქტივით თვითონ უნდა ვივარაუდოთ საშუალოდ 500-700 კაცი, თბილისის აქტივი და რეგიონებიდან ჩამოყვანილი ვიღაცები. ეს ჯამში გამოდის სადღაც 2,000-3,000 ადამიანი.
ამას ემატება NGO სექტორი. დიახ. ესენიც კარგად გამოყვებილები არიან და თავისი კეთილდღეობისთვის, თავის მაღალი ხელფასებისთვის იბრძვიან, იმიტომ რომ ეშინიათ, რომ ეს დასავლური დაფინანსება შეუწყდებათ, ან შეეზღუდებათ. და ზოგადად NGO სექტორს სერიოზული რეპუტაციული პრობლემები აქვს, უკვე მათი რეპუტაცია ნულისკენ მიისწრაფვის და ეს ასე გაგრძელდება, სანამ მინუსებში არ გადავიყვანთ. და ასევე არის აი ეს მოტყუებული ხალხი. იმიტომ რომ ახლა რაღაც არის მეცნიერული კვლევები, რომ პროპაგანდას ექვემდებარება მოსახლეობის 70%, ხო? თუ არსებობს კონტრპროპაგანდაც, ხო, მაშინ ნაკლები. აი ეს ნაკლები და ჩემი დათვლებით არის დაახლოებით საზოგადოების დაახლოებით 12%. სწორედ ეს არის სოციოლოგიაში ითვლება, რომ მარგინალთა რაოდენობა ნორმალურ საზოგადოებაში არის 12%. ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში მთლიანად სადღაც 9 მილიონი ადამიანი ვერაა დაალაგებული აზროვნების. ახლა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავადმყოფია, ეს ნიშნავს, რომ ან აღზრდის დროს პრობლემებია დაშვებული, ან მშობლები ცემდნენ, ან რაღაც ბავშვობის ტრამვები აქვს მიღებული, ან რაღაც გენეტიკური მუტაციებია გვარში და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აი ახალგაზრდებს რაც შეეხება, ახალგაზრდები უბრალოდ მოტყუებულები არიან, იქ რაღაც გენეტიკური მუტაციას აქვს ადგილი შემთხვევაში, შეიძლება ნორმალურადაც იყოს აღზრდილი, მაგრამ მოექცა აი ამ საინფორმაციო ბაბლში და იმის გამო რომ არ ცოდნა, კარგ გამოცდილება აქვს, ხო და ინფორმაციის წყარო ახლა ახალგაზრდა რო წარმოვიდგინოთ, საიდან იღებს ინფორმაციას ტელევიზორს, ეგენი არ უყურებ. არა. უნივერსიტეტში დადის, ხო? რაღაცა ამ TikTok-ებზე, რაღაც უცხოურ კორეული უნივერსიტეტებშიც რა ცოდნას იღებენ ჩვენ ხო ვიცით? კორეული რაღაცა პოპი მოსწონთ და დასავლური პოპი და მოკლე ვიდეოებს უყურებენ, rilsები. ამისთვისაც არის ეს TikTok-ი შექმნილი ბატონო ირაკლი, მომდამეთანხმეთ, ხო? ეს რაღაც აწამიანი. ანუ ინტერნეტიდან ზოგადად ინტერნეტიდან იღებენ ეგენ ინფორმაციას და ინტერნეტში ახლა ვისია ინტერნეტი გასაგები ზუკერბერგები და ასე შემდეგ. ხო და ეხლა და აქ როგორ არის ახლა ესენი არიან მოტყუებული, ხო? აი ეს მოტყუებული ისინი დამნაშავეები არიან, აი ეს პოლიტიკური პარტიები, ეს მეხუთე კოლონა რასაც ქვია, იმიტომ რომ ესენი კლასიკური მეხუთე კოლონა. ფულს იღებენ იმაში და ემსახურებიან უცხო ქვეყნის ინტერესებს, საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ხო, თეორიულად შეიძლება რომ უცხოეთის ინტერესი დაემთხვა ჩვენს ინტერესს და ყოფილა ასეთ შემთხვევებიც. მაგრამ ამ შემთხვევაში ეგზისტენციალური ინტერესია საქართველოს, რომ მაგათმა ვერ მოიგონ, იმიტომ რომ ვიცით რომ საქართველოს ომის ქარწელში გადაჭრა. აი ახალგაზრდებს რაც შეეხება, აქ უკვე სამუშაო ოღონდ ეს ერთ დღეში და ორ დღეში ვერ გამოსწორდება. აქ არის დიდი შეცდომები დაშვებული წინა ხელისუფლებების განათლების კუთხით ალბათ ხო? რა განათლების კუთხით და საერთოდ უნდა შევაფასოთ ახლა რა გჭირს ხო დიაგნოზი რა არის, რატო არის ეს ახლა ეს ახალგაზრდობა. ზოგადად ადამიანი როცა იწამლება, ხო, პირველი უნდა მოძებნო მოწამვლის წყარო, ანუ ინტოქსიკაციის წყაროს უნდა მიაგნო, გამოიკვლირო და გააჩერო. რომ მოწამვლა აღარ გაჩერდეს და მერე დაუწყო უკვე იმას მკურნალო. და ჟანგბადის მიცემა, ხო, აი პაციენტს რომ მკურნალობენ, მეუბნებიან რომ სუფთა ჰაერზე იარებ, იმიტომ რომ ჟანგბადი მიიღო. ამ შემთხვევაში რომ შევადაროთ ჟანგბადი, ეს არის სიმართლე. ხო, სიმართლე უნდა მიაწოდო. ოღონდ ინტოქსიკაციის წყარო გადაუკეტო. ეხლა საიდან იწამლება ეს ახალგაზრდა? საიდან მოდის ეს ინტოქსიკაციის წყარო? ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული მედია საშუალებები, რომელიც ძალიან ბევრია. ეხლა ჩვენ ვიცით ეს 4 არხი, მაგრამ რეგიონებშიც არის გამოცემები, რომელიც პირდაპირ სოროსის ინტერნეტ გამოცემებია. და ჯამში დაახლოებით 200 შეიძლება მეტიც კი 200 ასეთი მედია გამოცემა. ესენი სტერილურად ფინანსდებიან უცხოური ფულით და მათგან უმეტესწილად რეკლამას ათავსებს უცხოური ფირმები. ანუ ქართული ფირმები ოღონდ უცხოური კაპიტალით და უცხოეთზე მიბმული რა ვინც არის.
რა უნდა გაკეთდეს ახლა მედიასთან დაკავშირებით? ჩემი აზრით, აქ უკვე არაფერი საბოდიშო აღარ არის, პირდაპირ უნდა მიიღოს პარლამენტმა კანონი, რომ ქართული მედია საშუალების დაფინანსება უცხოეთიდან აიგზავნოს. ეს ეხება არა მარტო დასავლეთს, საერთოდ მთელი მსოფლიოდან, ანუ ქართული მედია ეს პოლიტიკურ პროცესებზე, საზოგადოებრივ პროცესებზე, ადამიანის მენტალიტეტზე და ფსიქოსომატურ მდგომარეობაზე ახდენს დიდ გავლენას. შესაბამისად, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. აქედან გამომდინარე, მოსარიდებელი აქ არაფერი არ არის, დაფინანსება უცხოეთიდან მედიამ არ უნდა მიიღოს. უფრო მეტიც მე ვიტყოდი მესაკუთრეც კი უცხოელი არ უნდა შეიძლებოდეს. ამითი დარეგულირდა განმავლობაში ეს ძალიან მალე დარეგულირდება. ეხლა მეორე არის NGO სექტორი, ხო, რომელსაც ეს დაფინანსება ცოტა კი არ არის, აი მარტო შეერთებული შტატებიდან 130 მილიონი საშუალოდ გამოიყოფა საქართველოზე, ამის დიდი ნაწილი გრანტებს ხმარდება მედიას და ევროპიდან 121 მილიონი გაგვიჩერეს, ხო, ახლა ამ თვითონ გამოაცხადეს. ანუ ჯამში რომელიც მედიაში უნდა წავიდეს და არასამთავრობო სექტორში ყოველთვის ასე გააკეთეს განმარტება ეს თანხები მართლაც უნდა იყოს. ანუ 250 მილიონი დოლარი არის ამ მეხუთე კოლონის დაფინანსება, რომლის ნახევარს პირდაპირ იღებენ და ნახევარს თვითონ მიაქვთ მაღალი ხელფასები და ასე შემდეგ. და NGO სექტორში ახლა აკრძალვა მთლად შეიძლება არც იყოს საჭირო. აი პოლონეთში ადრეს ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, თქვით რომ პოლონეთში მოქმედებს ძალიან ეფექტური მოდელი. პოლონელებთანაც იყო ეს სოროსის ამბები, შეწუხებული იყვნენ და მიიღეს კანონი, რომ ყოველი ადამიანი საშემოსავლო გადასახადიდან, ვისაც აქვს საშემოსავლო გადასახადი, 1%-ს მიმართავს კონკრეტული NGO-ს ანგარიშზე, რომელიც მას მოსწონს. და კონკურენცია იქ NGO-ები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ მოაწონონ მეტ ხალხს, თავი და ხალხისთვის ასიკეთო საქმე გააკეთონ. აი ეს დააბალანსებს ამ სიტუაციას აუცილებლად ქართული ინტერესების სასარგებლოდ. პრინციპში ამ მსგავს გადაწყვეტილებას ღებულობს ხელისუფლება, ხო, ირაკლი კობახიძე ისაუბრა ამაზე, რომ საქართველოს დააფინანსებს არასამთავრობო სექტორს, ბიუჯეტიდან იქნებიან ისინი დაფინანსებული და ამაზეც იყო განმარტებები, რომ ეს არ იქნება არასამთავრობო სექტორი, არამედ ეს იქნება ორგანიზაციები, რომლებიც გაატარებენ ხელისუფლების ინტერესს. აი, როგორ უნდა გაემიჯნო, აი, ნახეთ, პოლონური მოდელი რატოა საინტერესო? თუ ბიუჯეტი პირდაპირ გასცემს გრანტებს, რა თქმა უნდა გასცემს მათთვის ხელსაყრელი არასამთავრობო მათი მომხრე და ხელსაყრელი არასამთავრობოების მიმართ. ანუ მიკერძოებულად იქნება გაცემული, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ასე მოხდება დიდწილად. მაგრამ აი სახალხო დაფინანსების მოდელი კი გამორიცხავს მიკერძოებას, ხალხს რაც აინტერესებს, შესაბამისად, ამიტომ ეს პოლონური მოდელი საქართველოსთვის არის ნორმალური და კარგი. ახლა შემდეგი ინტოქსიკაციის წყარო ეს გახლავთ უმაღლესი სასწავლებლები. ჩვენ ნახეთ, რომ აგერ 7 უმაღლესი სასწავლებელი მკაფიო ლიბერალური პოზიციით გამოვიდა იმ მომენტში, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირს. საქართველო არის პიკში თავისი სუვერენიტეტის ბრძოლაში და ცდილობს ომიდან ომის სცენარიდან თავი დააღწიოს. ზუსტად ამ მომენტში ეს 7 კერძო უნივერსიტეტი გამოვიდა რაღაცა წელწელი ლოზუნგებით, ხო? და შიგნით მიდის ინდოქტრინაცია. ხო, უმაღლეს სასწავლებელში ინდოქტრინაცია საერთოდ არ შეიძლება. პოლიტიზირება სასწავლო პროცესის არ შეიძლება. ჩვენ გვყავს ასეულობით, არ მომერიდება ამ სიტყვა, ასეულობით პროფესორ-მასწავლებელი და ლექტორები, რომელიც არის სოროსის ტრეინინგებზე, სემინარებზე, სოროსის უნივერსიტეტებში გამოზრდილი და დღესაც წამლავენ ახალგაზრდობას, ხო, ამ თავისი ნეოლიბერალური, რომელიც ფაშისტური ტექნოლოგია, იდეოლოგიაც არა. აი ამით. შესაბამისად, უმაღლესი განათლების სფეროს საჭიროებს რეფორმას. ეხლა რა რეფორმას? ჩვენთან სიმართლე ვთქვათ, ჩვენთან არის უმაღლესი განათლების იმიტაცია. ჩვენთან უმაღლეს განათლებას განსაკუთრებით კერძო სასწავლებლები არ აძლევენ. ეს არის იმიტაცია, ხარისხის რაღაცა კრიტერიუმებს ფორმალურად ვითომ ასრულებენ და ასე შემდეგ, ხო? და ამაზე თვალს ხუჭავს საზოგადოებაც, ხელისუფლებაც, უცხოეთიც და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩემი აზრით, უნდა გამსხვილდეს, ამდენი კერძო უმაღლესი არ არის საჭირო, ათეულობით არის.
უნდა გამსხვილდეს, მათ შორის უნდა გამსხვილდეს სახელმწიფო, მაგალითად ილიაუნი, რომელიც არის პოლიტიზაციის და ინდოქტრინაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო. ჩემი აზრით უნდა შეუერთდეს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ჯავახიშვილის სახელობის და არა მარტო კიდე არის ერთი ორი, რომელიც გამსხვილდეს, ანუ თსეუს ფარგლებში და რეფორმა უნდა ჩატარდეს და ჩატარდეს უნდა ატესტაცია. ახლა უყურეთ ნახე რა ხდება. 30 წლის განმავლობაში საქართველოში ისე გაიცემოდა ეს დოქტორის ხარისხი, სამეცნიერო ხარისხი. ნუ რა არის ყოველმეორე მე მგონი უკვე დოქტორია რა და მე წელს დავიცავი დისერტაცია იანვარში. და ნუ რა მერიდება ხოლმე უკვე თქვა სადმე დოქტორი, იმიტომ რომ გაუფასურდა ესა რა. ხოდა შესაბამისად ეს ატესტაცია უნდა დაიწყოს, ანუ გადამოწმება. მართლა არის ის კაცი შესაბამისი ცოდნის პატრონი. ეს აუცილებელი პროცესია. ამრიგად და პლუს ამას პოლიტიზაცია და ინდოქტრინაცია უმაღლეს სასწავლებლებში უნდა აიგზავნოს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ აუცილებელი არის კლასიკური გაგებით, რომ ვთქვათ, მიყვარს ამ ფრაზის გამოყენება, რევოლუცია განათლების სფეროში. აუცილებლად. იცით რა არის, ჩვენ გასაგებია პატრიოტული აღზრდა რაღაცა ესეთი თვისებები ბავშვებს უნდა დაუჩინოთ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ოჯახში, ეს უნდა მოხდეს რაღაცა მეტწილად ოჯახში, რა თქმა უნდა. ესეთი პრიმიტიული საბაზო ფორმით საბავშვო ბაღში და სკოლაში. უმაღლეს სასწავლებელში პოლიტიზაცია და ინდოქტრინაცია საერთოდ არ არის საჭირო. უმაღლეს სასწავლებელი არის იმისთვის, რომ პროფესიული ცოდნა მიიღოს. ის სტუდენტი მე თვითონ მიხედავს იმ თავის პოლიტიკურ გემოვნებას და ასე შემდეგ. ანუ აქ კიდე ხდება პროპაგანდირება და ესე იგი ზომბირება და თან ეს არ არის ეს არის ლაბორატორიაში გამოყვანილი სცენარებით ამუშავებენ ამ ბავშვებს, რომელიც ყველაზე ეფექტურია. ხო, ანუ ეფექტურობის ხარისხი მაღალია. და ასე, ანუ გავამსხვილოთ ეს ყველაფერი. სერიოზული რეფორმა, გადავხედოთ კვალიფიკაციას პროფესორ მასწავლებლების აუცილებლად. ნუ ახლა ვინც არის ღვაწმოსილი და რაღაცა ათეულობით სამეცნიერო შრომა, ეს ხალხი რა თქმა უნდა ცალკე უნდა დადგეს და ეს მათ არ უნდა შეერთ. მტკივნეული რეფორმა არის, მაგრამ აუცილებელი. ხო, ანუ ჩვენ ყველამ ვიცით ვინ არის ეს სახელოვანი და ვისაც მაღალი შედეგები აქვს სამეცნიერო მოღვაწეების, ასეთებიც არიან, ხო? მათ არ უნდა შეერთოთ, მაგრამ აი ეს ვითომ ლექტორი ახლა აი ილიაუნის ერთი ლექტორი დარბოდა იქ, ანუ რაღაცა კომენტარი გააკეთა, მე 6 კლასის მოსწავლე აიტყოდა იმას. აი ესეთი რაღაცებია რა. შესაბამისად, როდესაც ინტოქსიკაციის წყაროები გადაიკეტება, დამშვიდდება საზოგადოება და ეს არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესი, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი, რომ საზოგადოების ჰარმონიული განვითარება, ევოლუციური განვითარება მოხდეს. და არ იყოს ფულით და ასეთი იდეოლოგიზირებული მუშაობით ხელოვნური დისბალანსის გამოწვევა. ეს დიდი პრობლემაა საზოგადოებაში და ხედავთ ახლა ჩვენ რა დღეში არიან, ხო? ამ ფულის გამო განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან, ილანძღებიან, იგინებიან ბულინგი ასე შემდეგ. უმრავლესობა ამას არ ეპოვება, უკვე მივეჩვეთ და ვიცით რომ ცარიელი ჰაერის ხევა მათი ეს ვითომ რაღაცა ბაქიბუქი, მაგრამ მანც ვიღაცებისთვის, ვისაც სუსტი ის აქვს ფსიქიკა, ნუ ეს და თან ეძებენ აი სპეციალურად აი ესეთ ხალხს, მაგალითად შოუ-ბიზნესში. შოუ-ბიზნესის ხალხი, შემოქმედებით ხალხი, არტისტები, ზოგადად მოწყვლადი ხალხია, ესეთი ემოციური ხალხია და აი მათ ორგანიზებულად ეს ხვდიან ხოლმე თავს ეს ლიბერალ ფაშისტები. და ეს მარტო ჩვენთან არ არის ეს პროცესი. ეს ახლა ნახეთ თქვენ ტრამპი მოვა ხელისუფლებაში, ამერიკაში რები დაათენოს, მაგრამ 29 და 20 იანვარი, 29 დეკემბერი, 20 იანვარი, ეს არის ორი მნიშვნელოვანი თარიღი, რომელსაც ჩვენ ახლა ვართ დამოკიდებული. 29 ის არის პრეზიდენტის ინაუგურაცია, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა პრინციპში უნდა დატოვოს ორბელიანების სასახლე, ყველა მისი განცხადებები ადასტურებს და ბოლო მისი გამოსვლა ევროპარლამენტში ადასტურებს იმას, რომ ის არაპირებს მშვიდობიანად, ესე ვთქვათ, უფლებამოსილება გადაბაროს, გადასცეს მიხეილ ყაველაშვილს, როგორც ეს ხდება ხოლმე.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში გააკეთა ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს 20 იანვარი ეს არის დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგება უფლებამოსილებას ამაზე ვართ დამოკიდებული ჩვენ და მაგრამ წამოგვეწია ეს სანქციები ეს ცალკე განხილვის თემაა მაგრამ როგორ ფიქრობთ ირაკლი აი ეს ორი რიცხვი ციფრი რომელზეც ვართ ახლა მიჩერებული როგორ განვითარდება ამ პროცესებში აი ამ მოვლენებში ამ დღეების განმავლობაში პროცესები ამას იცით რატომ გეკითხებით იგივე მაგალითად ქალბატონმა კალასმა თქვა რომ 29 დეკემბრამდე შეიძლება ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს ამის შემდეგ ჩვენ ნახეთ მაკეინის ინსტიტუტის განცხადება, წუხარება იყო გამოთქმული მასთან დაკავშირებით, რომ აი ამდენი დღე აქციები ტარდება ქვეყანაში და როგორ ერთი ადამიანი როგორ ვერ იქნა მოკლული. ამას წინ უსწრებდა სუსის განცხადება, გამაფრთხილებელი პრევენციული განცხადება, რომ იგეგმება აქციაზე ადამიანების მკვლელობა, 2 ან 3 ადამიანის მკვლელობა, რაც ჩათვალა რადიკალურმა ოპოზიციამ, რომ ეს იყო შანტაჟის ერთ-ერთი ნაწილი, მაგრამ ეს დაადასტურა კიდევაც მაკეინმა. რამდენად გავალთ ახლა ჩვენ ამ ყველაფერს ისე რომ თუნდაც აი ეს რევოლუცია, რომელიც უნდა ჩატარდეს განათლების სამინისტროში, რომელზეც თქვენ საუბრობთ და გადაიკეტოს ეს წყარო, რომ ეს მშვიდად მივიდეთ იმ პროცესამდე, რომ დაიწყოს ხელისუფლება ერთხელ და სამუდამოდ აი ამის მოგვარება ამ პროცესების, რომელმაც შექმნა ის ძალიან დიდი პროცესები, რასაც რუსთაველზე უყურებდა თაობა, რომელიც გასულია გარეთ ეს ახალგაზრდები, მათ უნდა ჩაიბარონ ეს ხელისუფლება და ვერ წარმომიდგენია ასეთ აგრესიული ახალგაზრდები, რომელიც მოდის, როგორ შეიძლება მათ ხელისუფლების მმართველობა ამდო. კი ბატონო. ნუ პირველი ახალგაზრდების სასარგებლოდ ვიტყვი, რომ საქართველოში არის 171,000 სტუდენტი. დიახ. და ამათ შაბაშებზე და აქციებზე დადეს რამდენიმე ათასი. რა თქმა უნდა. შესაბამისად პროპორცია არის მიზერული. სადეს ხალხი რო არ იყოთ მე სადეს სკოლებში მივარდნა, სკოლების მოსწავლეები აეყოლებიათ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გააკეთა ამის მოწოდება, რაზეც საპატრიარქომ დატუქსა სამართლიანად. პირდაპირ განცხადება გააკეთა საპატრიარქომ, რომ ხელები შორს სკოლისგან. ეხლა აი მივყვათ ჯერ ესე იგი თარიღები ხო 29 დეკემბერს მე არ მიმაჩნია რომ ეს 29 განსაკუთრებული რამე თარიღია სალომე ზურაბიშვილი კი არა ჩატაევი გამოიყვანეს სამართალდამცავებმა გამაგრებული როცა იყო მინდა ანუ სალომეს გამოყვანა საერთოდ პრობლემად არ მიმაჩნია მე ის არ არის გმირი ის არის სპეცსამსახურების თანამშრომელი დავალებით არის თავის დროზე ჩამოსული და სულ თავიდან მუშაობდა საფრანგეთის დაზვერვაზე, ხო, როდესაც ახალგაზრდა დიპლომატი იყო. თანაც პიროვნული თვისებები მას საკმაოდ დაბალი ხარისხის აქვს, ხო, იმიტომ რომ ოჯახიც შესაბამისი იყო ოჯახის მნიშვნელობა. ხა მისი ბიძა ეს კეიდია აბვერის ფაშისტების დაზვერვის თანამშრომელი იყო ოფიცერი კი ბატონო მამა ლევან რა ქვია ზურაბიშვილი იყო ავტოინჟინერი და ფაშისტების ოკუპაციის დროს მან გააგრძელა მუშაობა ავტოკარხანაში და გერმანიის ფაშისტების ოფიცრებისთვის აგრძელებდა ავტომობილების გამზადებას ხო სიმკა ერქვა მაგ ავტომობილებს ესეთ პატარა ავტომობილები იყო რადგილიანი, რომელსაც ვერმახტის ოფიცრები ხმარობდნენ ფრონტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასაადგილებლად. და მამამისის ძმა, ანუ ბიძა, იყო თარჯიმანი, ემსახურებოდა ოკუპანტებს, ანუ მთლიანად კოლაბორაციონისტული ოჯახშია გაზრდილი და ესეთი რამე მტერთან კოლაბორაციონიზმს როცა უშვებ, ნუ ეს უკვე განაჩენია. და მე ვუსმინებ ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში ახლა ხანს. ხო, ეს იყო ხო, ღალატის ნიმუში და ქართული ხალხის და საქართველოს მიმართ აი სიძულვილის როგორ ჩანდა ყველაფერი. აი რა იცით ეგ მოელოდა რომ რაღაცა ქართული ხალხი მას რაღაცა გმირად გახდიდა, იტაცებდა ტახტრევანზე და ლიდერი იქნებოდა და ესეთი მიზანი ჰქონდა ასეთი, მაგრამ ვერ გათვალა ის რომ ქართული ხალხი მოღალატების გმირად არასოდეს არ არის. რა თქმა უნდა. შესაბამისად ეხლა სამაგიეროს უხდის ქართულ ხალხს. ნუ პლუს ემატება ის რომ ემსახურება თავის ქვეყანას, მისი ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ არის საქართველო, საფრანგეთის
პატრიოტია ეკალი, აზორის თანამშრომელი ცხადია და ეს სხვადასხვა ალეუმაც აღნიშნა, რომ მაკრონის ყურები ჩანს საქართველოში. შემდეგ ამიტომ 29 დეკემბერი შეიძლება რაღაცა ესე იგი სატელევიზიო კარწინკა შეიძლება რაღაცა შექმნას სალომე, მაგრამ მე უფრო მგონია რომ ეგ ხო არ არის გმირი და იდეოლოგიის და რაღაცა საერთოდ გარდა ფულისა და იმ სამსახურისა, რომელსაც მე პენსია უნდა დაუნიშნოს. ამიტომ ის რამდენიმე დღით ადრე ჩემი აზრით შემოვწდებოდა, მაგრამ ჩემი აზრით გაემგზავრება საშობაოდ თავის ქვეყანაში, ანუ საფრანგეთში, მისივე მაკრონთან. და აღარ ჩამოვა, ზუსტად ასევე მოიქცა მეორე აგენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2013 წელს რამდენიმე დღით ადრე ვიდრე იმუნიტეტის ვადა ეწურებოდა, გაემგზავრა და გაიქცა და აღარ ჩამოვიდა, ხო? იყოს ამერიკაში წავიდა. ამერიკაში. და იქიდან გამოაგდეს არ მიცეს ვიზა. რა აქვს აქ არ ჭირდება წადი იმუშავო. გაუშვეს უკრაინაში მისიით. იგივე იქნება სალომეს. თუ მანდა მაინც რაღაცა გამოიჩინა ესე იგი მედგარი ხასიათი, ხო, ამ შემთხვევაში სამართალდამცავებს არ გაუჭირდებათ მაგით იქიდან გოგირდი უნდა შეახსჩოლონ ჩემი აზრით, პარაზიტებს კლავს გოგირდი. ანუ გამოვა. 20 იანვარი. ანუ 20 იანვარს რაც შეეხება, მე კი ამ 20 იანვრის გაფეტიშების მომხრეცავ და საერთოდ ჩვენთან ახლა არის ტრადიცია, რომ ესე იგი ეძებენ ლეგიტიმაციას უცხოეთში. აი ეს უცხოეთში ლეგიტიმაციის ზებნა, გინდა ერთი მხარე, გინდა მეორე მხარე, რომ აი იმან დამირეკა, ხელისუფლებაც ამ თამაშია. ამან დამირეკა, იმან დამირეკა, ამან აღიარა, იმან არ აღიარა და აი ეს ლეგიტიმაციის თამაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ქართულმა ხალხმა მიიღო აბსოლუტურმა უმრავლესობა. ქართულ ხალხს ჯერა ამ არჩევნების და შესაბამისად ვთვლით, რომ ლეგიტიმურია. ქართული ლეგიტიმაცია აქ რაც. ქართული ეს არის მთავარი და ეხლა იქ ვიღაცა ჯო და ივანე რაც ეთქვის რა მნიშვნელობა ხო ჩემთვის. ამ მოდელს, ამ ფიქრის ამას უნდა შევეჩვიოთ ჩვენ. მომავალში იმდენად უნდა გავაძლიეროთ ეს საარჩევნო პროცესი, რომ საერთოდ დამკვირვებლებიც კი არ დაგჭირდეს, ადგილობრივად ისე ძლიერად იყოს ესე იგი ბალანსის და წონასწორობის სისტემა აგებული. მაგრამ იყო აქაც რათა ათასობით დამკვირვებელი იყო, რომლებიც ვერაფერი ვერ თქვეს, ხო, ისეთი ნეგატიური, ხო, ვერავინ ვერ წარმოადგენდა მტკიცებულება, რომ მე ახლა არ ვიცი როგორ ჩატარდა, მე მივედი ჩემს უბანზე ნორმალურად იყო ყველაფერი, მივეცი ხმა, ფარულობაც დაცული იყო და არაფერი არ ყოფილა, მე ზოგადად არ ვიცი, მაგრამ რახან ეს დამკვირვებლები არაფერს არ ამბობენ და ეს რადიკალებიც ვერაფერს ვერ დებენ, ვერც უცხოელები, ვერც ადგილობრივი ეს უცხოეთის ძალები, ესე იგი მისაღებია, მე ესე ვჟელო. ხო და თუმცა 20 იანვარს მნიშვნელოვანი რატოა, რომ გაძლიერდება კონსერვატიული ფლანგი მსოფლიოში. პირველ რიგში შეერთებულ შტატებში, რაც მისასალმებელია და მეორე რიგში ევროპაში, იმიტომ რომ დღეს ახლა ევროპაში ჩვენ ვართ მიჩვეული, რომ შარლ მიშელი, ფონ დერ ლაიენი, ვიღაცა მაკრონი, შოლცი და აი ამ გვარებს ვართ მიჩვეული, ხო? რომ ესენი არიან განსაზღვრელი და დღეს, უკვე დღეს მას შემდეგაც ტრამპი არჩეული პრეზიდენტის სტატუსით არის, ევროპის დღევანდელი ლიდერი არის ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრეზიდენტი. შესაბამისად ევროპული ძალები აი ახლა გადაეწყობიან, რომ აი ორბანთან იმეგობრონ, იმიტომ რომ ტრამპთან იმან ცუდად არ თქვას იმაზე და ასე შემდეგ. და მოკლედ გაძლიერდება მემარჯვენე კონსერვატიული ტრადიციული ძალები. უпростоად მოდით ასე ვთქვათ, გაძლიერდება ანტილიბერალური ძალები. შეიძლება იქ ვიღაცა სოციალ-დემოკრატების გაძლიერდნენ, მაგრამ ანტილიბერალური ხასიათის, ხო, მაგალითად ფიცო, ხო, მემარცხენეა, მაგრამ ანტიგლობალისტია და ანტილიბერალი. და დღეს დილას ნახე ელონ მასკმა ალტერნატივა გერმანიისთვის ერთი მემარჯვენე არამეინსტრიმული პარტია, ხო, ალტერნატივა გერმანიისთვის გადაარჩენს გერმანიას, დაახლოებით ასეთი ტვიტი დადო, ხო, თავის X-ზე. იცვლება პარადიგმა, ამაზე ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდებოდა, იმიტომ რომ სოფლიოში მოქმედებს
ფუნდამენტური დუალიზმის პრინციპი, ანუ წორასწორობის პრინციპი. ლიბერალიზმმა დომინაცია დაასრულა, ეხლა იწყება ტრადიციონალიზმის დომინაცია და საბოლოო ჯამში ყველაფერი გაწონასწორდება საბოლოო ჯამში, ოღონდ ეს გრძელი პროცესია. ლიბერალებსაც უნდა ქონდეთ თავიანთი ადგილი, ახლა ჩვენ გვხვდით, რომ აი მარგინალების რაოდენობა ნებისმიერ საზოგადოებაში 12%-ია. იმათაც სჭირდება თავიანთი ნიშა, თავიანთი გამოსვლის სარკმელი და გამოხატვის საშუალებები, მაგრამ ეს არ უნდა ხა ესენი ცდილობს 12%, ცდილობს რომ დიქტატურა დაამყაროს. მაგას ეგენი ეძახიან პოზიტიურ დისკრიმინაციას. აი ესეთი ტერმინი მოიგონეს, რომ უმრავლესობის პოზიტიური დისკრიმინაცია უნდა მოვახდინოთ, რომ ჩვენი სწორი იდეები, ესე იგი, იმართოს ქვეყნები და საზოგადოებები. და ეს ლიბერალიზმი კიდე დამოუკველია. ამიტომ მოდით ნუ ვიზამთ ისე, რომ ეს გინდა თუ არა ვიღაცამ აღიაროს. გახსოვთ თუ რა ვიცი თუ გახსოვთ თუ არა, მაგრამ მე მახსოვს რომ 90-იან წლებში ახლა მაშინ სკოლა დავამთავრე, აი ეს ვიად გამსახურდია როცა მოვიდა, ხო? აი ეს იმან გვაღიარა, ამაზე იყო მთელი ის მოწყობილი, ხო? საწავიდო და გააღიარებდა ანდრე თუგვიან. ახალ ეგრეა, ანდრე თუგვიან გააღიარებს, იმიტომ რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არის, ქართველი ხალხი ამ არჩევნების შედეგს და ხელისუფლებას აღიარებს. მოდავე პირიქით თუ აღიარებს, არამედ უნდა რომ საერთოდ ეს რადიკალური ოპოზიცია საერთოდ მოშორდეს საკაურობას. იმიტომ რომ იცით როგორ არის, მე თქვენ მაგიდაზე თუ დაგიდებთ დაუშვათ კოკა-კოლას და პეპსი-კოლას, ხო? და თქვენ მოგწურდებათ ადრე თუ გვიან. ერთ-ერთი ხო უნდა დალიოთ, ხო? სხვა თეორიული გამოსავალი არ გაქვს. აი ეს არის ქართული პოლიტიკა, ხო? ჩვენ გვაქვს ეს ხელისუფლების პარტია და მეორე ეს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ლიბერალ ფაშისტები. ან ერთი უნდა აიღო, ან მეორე, სხვა ალტერნატივა არ არის. ეს ხელოვნურად არის შექმნილი და ამ დროს ეს პეპსი-კოლას და კოკა-კოლას ორივე ტოქსიკურია, ხო? ბატონო, ამიტომ უნდა შემოვიტანოთ ნატურალური წყალი და არის აი ეს ნატურალური წყალი არის ახალი პოლიტიკური ძალა. წყაროს წყალი. კი ბატონო, წყაროს წყალი რეკლამას გამოგვივიდა, სხვათა შორის საინტერესო თემას შეეხეთ ბატონო. თამთა იქ აი მაკენის ინსტიტუტზე მინდა რა. თქვენ კითხვაში იყო და აუცილებლად მინდა რომ ხალხმაც იცოდეს. ახლა აი ჩვენთან ხშირად ახსენებენ ომის პარტია. ახლა ეს ომის პარტია კონკრეტულად ერთი სახელმწიფო არ არის, ეს არის რაღაც ძალები, იმიტომ რომ ამერიკა არის რთულ კომპოზიტური სახელმწიფო, ძალიან ბევრი ინტერესთა ჯგუფია. მათ აქვს დიდი გავლენები, დიდი ფული და ამერიკულ ბიუროკრატიაში და ევროპულ ბიუროკრატიაში ხარდამჭერები და ადეპტები და ნუ ქსელია. ერთ-ერთი ასეთი ძალა არის ნეოკონსერვატორები. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ძალა, ეს ნეოკონსერვატორები, სწორედ ეს არის ომის პარტიის ავანგარდი. ნეოკონსერვატორები შეიქმნა ესე იგი 60-იან წლებში ჩამოყალიბდნენ ეგენი მემარცხენე ლიბერალებისგან. ფაქტობრივად არიან ლიბერალები და თავის უძახიან ლიბერალები, რომელიც ესე იგი რეალიზმისგან გაძარცვული ლიბერალები, ესე უძახიან თავის თავს. ოღონდ მათი მიდგომა არის, რომ ეს თავისი ლიბერალური დოქტრინა და შეერთებული შტატების ესე იგი იმპერიალისტური მიდგომა მათ სურთ მილიტარისტული, ანუ სამხედრო გზებით გაავრცელონ მთელ მსოფლიოში. აი ეს არის ნეოკონსერვატორების არსი. ეხლა მათი სახეები ვინ იყვნენ? ნუ თეორეტიკოსები ყავთ, ირვინ კრისტოლი, ლეო შტრაუსი და ასე შემდეგ, მაგრამ აი პოლიტიკაში ეს არის ბუშების ოჯახი, ეს არის დიკ ჩეინი, ვიცე-პრეზიდენტი ყოფილი, ეს არის პოლ ვულფოვიცი, ამერიკის გეოპოლიტიკური ერთ-ერთი გასაგებო პოლიტიკის ერთ-ერთი ქორს ეძახიან მაგათ. ვიქტორია ნულანდი, ენტონი ბლინკენი, დონალდ რამსფელდი, აი ეს კოვიდის დროს რომ მოხდა, რა ქვია, კოლინ პაუელი, კონდოლიზა რაისიც ხოთა შორის, ხო? ნუ უფრო ზომიერია, მაგრამ მაინც. და ესენი ტრადიციულად ითხოვდნენ პოზიციებს და ღებულობდნენ კიდევაც სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაზვერვო სამსახურებში და მაგათ მიყავდათ აი ბუშის მერე, მამა ბუშის მერე, მაგათ მიყავთ ფაქტობრივად ამერიკის საგარეო პოლიტიკა.
რომელმაც უამრავი კონფლიქტი, უამრავი ომი, ეს ერაყის ომი მაგათი ის არის. კონკრეტული გამახსენდა ეხლა, როდესაც ერაყის ომზე საუბრობთ, მისი ცნობილი გამოსვლა. კი ბატონო. ესე იგი მასობრივი განადგურების იარაღი ასე გაეროში აქმნია, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა რომ იქ არ არის. ამ დროს თან როგორ მუშაობენ ახლა თლათის უერთწყობები კი არ არიან. ეგენი არიან შეკრულები ამერიკის სამხედრო სამრეწველო კომპლექსთან, რომელიც ამერიკის და მსოფლიოს მთავარი პრობლემაა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც 95%-ით არის კერძო და უზარმაზარი მრავალმილიარდიანი კორპორაციებია, ვინც უშვებს იარაღს, ხო და ამ იარაღის გამომშვებს სჭირდება სადმე ომი რო იყოს, რომ მარაგები დაიხარჯოს და შეკვეთები მიიღოს. და ესენი ამათ აფინანსებენ, აი ნახეთ მაკეინის ინსტიტუტის საიტზე რო შეხვიდეთ, დონორებში არის რამდენიმე ძალიან ბევრი აი ესეთი სამხედრო კომპანია. ხო, რაეთონი, კარლაილი, ჰალიბარტონი, ეს რა ქვია, ნორტროპ გრანმანი და ბევრი ბოინგი და ასე შემდეგ. ხო, სამხედრო ვინც უშვებს. და წრეა ესეთი, ანუ ეს კონსერვატორები ხარს უჭერენ სამხედრო ქარხნებს, სამხედრო ქარხნები ფულს აძლევენ ამათ, რომ პოლიტიკა იქ კონგრესში გავიდნენ, იქ რაღაცა NGO-ებს უფინანსებენ ამ კვლევებს და მოძრაობას და ასე შემდეგ. ესენი კიდე პოლიტიკურად ომების ინსპირაციას იწვევენ მსოფლიოში. ეხლა ერაყში რამდენიმე ტრილიონი დახარჯა ამერიკის ფედერალურმა ბიუჯეტმა. მთავარი სამიზნე ამ ძალების არის ამერიკის ბიუჯეტი. ყველაზე დიდი რაც არის მსოფლიოში და ეს არის ფული სადაც დევს, ეს არის ამერიკის ფედერალური ბიუჯეტი. აი ამის გამო ესე იგი ავღანეთის კამპანია რამდენი დაждდა, ხო? რა ვიცი, სხვადასხვა ციფრებია, მაგრამ ტრამპმა გააჟღერა ციფრი, რომ რაღაც 6 ტრილიონამდე დაიხარჯა ავღანეთსა და ერაყის კამპანიებს. და სხვა ქვეყნებში ხო უკრაინაში რაც ხდება, ხო, იგივეა. ნატო რაც საბჭოთა კავშირს დაიშალა, ნატომ თავისი არსებობის მთავარი არსი დაკარგა. იმიტომ რომ ეგ იყო საბჭოთა ბლოკის ვარშავის ხელშეკრულების წინააღმდეგ და მაგრამ შეინარჩუნეს უმთავრესად იცით რატო რომ ეს არის კარგად ორგანიზებული იარაღის გაყიდვის ბაზარი. თან ესეთი მსუყე გადახდის უნარიანი მდიდარი ევროპული ქვეყნები შეუძლიათ იარაღის ყიდვა. იარაღის 70% მსოფლიოში დღეს არის ამერიკული რაც იყიდება. ამიტომ ითხოვს ეს ტრამპიც 2%-ამდე ნატოში ვალდებულება რომ ეკონომიკის 2% სამხედრო შეიარაღებაზე უნდა დახარჯოს და ამ შეიარაღების დიდი ნაწილი სამხედრო ქარხნებზე წავა. ეს წელიწადში მინიმუმ 500 მილიარდის თემაა, რასაც ქარხნები იღებენ. მოკლედ, სოფლიო არ დაწყნარდება, ეს ეიზენჰაუერმაც თქვა ხოთაშორის. სოფლიო და კენედის სამემართულებით მუშაობდა. სოფლიო არასდროს არ დაწყნარდება, ვიდრე ამერიკის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი იქნება კერძო. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა რომ სოფლიო დააწყნაროს, აუცილებელია რომ მოხდეს ნაციონალიზაცია სამხედრო სამრეწველო კომპლექსის და შემდეგ უკვე ეს ნეოკონსერვატორები და მსგავსი რადიკალები გლობალურ პოლიტიკაში არ იქნებიან. აი ამ მაკეინის ინსტიტუტმა ეხლა დაწერა განცხადება, ხო, იყვნენ ჩამოსული 9-13 დეკემბერს ეგ თბილისში. გადახედეს სიტუაციას, მიხვდნენ რომ მაგათი შეგირდები ჩავარდნენ და დადეს დასკვნა. ფაქტიურად ესე იგი მსხვერპლის გარეშე აქ ესკალაცია არ გამოვა. დავალება იყო ეს ერთგვარად ვიცემული მათთვის, რომ აუცილებელია. რა თქმა უნდა, მაგრამ აი მაგათმა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. პირველი პირები, საერთო პარტიების, NGO-ების, ესენი ყველა წავლენ, სადაც საჭიროა და კანონს გასცემენ პასუხს, თუ მსხვერპლის ამბავი დატრიალდა აქ. ეს კაფეოთ უნდა იყოს საზოგადოება ამას. მასე ილაპარაკა სხვათა შორის ირაკლი აქ საინტერესო ფაქტი შეფასებაც პრემიერ-მინისტრმა, რომ დღეს ამ აქციების ფონზე წინა პლანზე არ არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის ეს არასამთავრობო სექტორი, მაგრამ მათ მოუწევს პასუხისგება ამ პროცესებზე, რაც ხდება რუსთაველზე. იციან, მაგათაც იციან, ახლა საქართველოში რთულია საიდუმლოებების დამალვა და ესე იგი ხელისუფლება ის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ამ პარტიების და NGO-ების პირველი პირები იქნან დაკავებული სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის გამო, ეს მათ იციან, ამიტომ ერიდებიან იქ. ამას იმიჯური თემაც აქვს, იმიტომ რომ სანდოების დაბალი ხარისხის გამო არჩიეს, რომ რაც
არაცნობად ეს ახალგაზრდობა იყოს თვითონ სახეებად კამერებზე, მაგრამ ესენი თვითონ სიტყვას ზომავენ გამოსვლებშიც. იმიტომ რომ იციან ხელისუფლებას ეს ნება აქვს, რომ დააკავოს ეგრე. და თუ მსხვერპლი იქნა, აი მაშინ ეგრე ვერ გადაურჩებიან, ვერც ხალხის რიცხვას და ვერც კანონს. ხელისუფლებას ეს ნება აქვს, მაგრამ ამას ითხოვს საზოგადოება ხელისუფლებისგან ირაკლი. რომ აუცილებლად უნდა იყოს კანონიერი ზომები გამოყენებული ამ ადამიანები თქვენ ბრძანეთ რომ ზომავენ განცხადებებს, მაგრამ აჯანყებაზე ღიად საუბრობდა გიორგი ვაშაძე, მამუკა ხაზარაძე, სხვა ლიდერებიც, რომ აუცილებელი არის აჯანყება. ეს არის ქართული ხალხის მოთხოვნა და კანონით აქვს აჯანყების უფლება. მათ შორის ნიკა აჯანყებას აჯანყება ლეგიტიმურად არის იურიდიულად საერთაშორისო კონვენციებში, ამიტომაც ხმარობენ აჯანყებას და არა დამხობას. ხალხს აქვს აჯანყების უფლება იმ სიტუაციაში, ну მაგალითად მაგალითად სირიაში აჯანყდა ხალხი და გააგდეს ასადი, ხო? იქ საერთოდ საინტერესო პროცესები მიდის, ვინ აღიარებს გმირად. სამართალი ცნობს აჯანყების უფლებას, მაგრამ არც ერთი სამართალი არ ცნობს ხელისუფლების დამხობას. ამიტომ ხმარობენ ისინი არა დავამხოთ, არამედ ავჯანყოთ. ხო და ნუ აჯანყებული არიან სამეფოს კაცთა დარბიან აქეთ იქით და ეს მასობრიობას ვერ მიაღწიეს. ეხლა ესე იგი რა ვიცი როგორ გაიყვლენ და როლურ თამაშებს თამაშობენ, ესე იგი ხან ექიმები არიან ერთი რეგიონი ხო ხან ექიმები არიან, ხან ბაიერნის თუ რეალის მხარდაჭერები, ხან ის რა ვიცი სასესკის მოყვარულები, ხან ნუ ჯამში ეგრე ყველა არიან ცალფეხზე, ცალფეხიანები. პოლი თის წყაროზე სანამ ვისაუბრებთ ირაკლი, ანუ სუფთა წყა, ახალი წყალი რამდენად არის მნიშვნელოვანი, კამკამა წყალი ქართულ პოლიტიკაში მოთავაზ სანამ ვისაუბრებთ, თუ შეიძლება თქვენი შეფასება მინდა, თქვენი ხა აქციებზე ვისაუბრებთ ბიზნესმენების გადაწყვეტილებებზე და მათ შორის საქართველოს ბანკი და TBC ბანკისგან. მე ახლა კითხვებით დიდ კითხვებს არ ვსვამ, იმიტომ საზოგადოებას მინდა რომ თქვენი პასუხები დავანებოთ და არაჩემი საუბრით როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენ მივიღეთ ამ წლის განმავლობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ეს მნიშვნელოვანი თემა იყო, რა თქმა უნდა, ბიზნესმენების გადაწყვეტილებები და რა თქმა უნდა საქართველოს ბანკის და TBC ბანკის გადაწყვეტილება. საქართველოს ბანკი ნეგალიური, TBC ბანკი მამუკა ხაზარაძე. არც ერთი არ არის რეალურად ქართული ბანკი და თქვენ არაერთხელ გისაუბრეთ ამ თემაზე. და ამაზე საუბრობთ რომ ეს აკეთებია. საქართველოს ბანკი და TBC ბანკის 50% აქციების მფლობელი არის უცხოეთი, ეს არის გლობალისტური სტრუქტურები, მაგალითად JP Morgan, State Street Capital და სხვა. ქართველებსაც აქვს რაღაცა, მაგრამ ეს 5%-ს არ აღებენ. ну შეიძლება 7 იყოს, მაგრამ 90%-ზე მეტი უდავოდ უცხოურია. ამიტომ მათი ხელმძღვანელობა ხორციელდება ლონდონიდან, უცხოეთიდან და შესაბამისად მოხდეთ ინსტრუქციები რა ქნა, როგორ ქნა და ასე შემდეგ. არ უნდა გაგვიკვირდეს ეს მათგან და ზოგადად როცა ჩვენ ვამბობთ ხოლმე რომ ესე პირდაპირ უცხოური ინვესტიციები მოვიზიდო და ასე შემდეგ, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და უცხოური კაპიტალი საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის არ არის სასარგებლო. თუ რაღაც განსაკუთრებული ტექნოლოგია არ შემოაქვს, რაღაცა მეცნიერება ტევლადი დარგს არავითარებს და ასე შემდეგ. ალიევი მაგალითად აზერბაიჯანი, რომელიც არის ჩვენზე გაცილებით სუვერენული სახელმწიფო, უცხოურ ფულს არ უშვებს. თვითონ დაფინანსებს, თვითონ აძლევს სასესხებს, ქარხნებს, მრეწველობას, სხვადასხვა ბიზნესს. რომ აზერბაიჯანელი მადლობრებმა გააკეთონ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საერთო ჯამში პირდაპირ უცხოური ინვესტიცია და უცხოური კაპიტალი რისთვის შემოდის, იმიტომ რომ მოგება გაიტანოს, ხო? ანუ გრძელვადიანად რომ დათვალო, ზიანი შეიძლება მეტი მოkomდეს ამ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციას, ვიდრე სარგებელი. იმდენი გააქვთ. აი საბანკო სექტორში რაც ხდება, ესენი საბანკო სექტორი, ადრეც მithქვამს, ევროპაში მუშაობს 7-8%-იან მოგებაზე. ამერიკაში 6-ზე დავიდა მოგების პროცენტი, საბანკო კაპიტალი საქართველოში არის 23%. ანუ 300%-ით მეტი, ხო, 3-ჯერ მეტი. ეს არის ქართული ხალხის ძარცვა, პლუს ამას ნორმალურ ქვეყნებში არსად არ არის, რომ ბანკებს აქვთ არაპროფილური ბიზნესის წარმოების უფლება. რას გულისხმობ? ესე იგი, ბანკი თუ გაკუნა მიხედო შენს ბანკს, ბანკი არ შეიძლება ფლობდეს სამშენებლო კომპანიას, საავადმყოფოს, ყველაფერს ფლობენ, ესენი ყველა ბიზნესში შესული არიან და ბილეთების გაყიდვის ონლაინ ვებგვერდსაც კი ფლობენ.
აი TKT-ჯერ უარი TBC-სგან. ხო და მეორე საქართველოს ბანკსაც იქნება რაღაც. მოკლედ ეს არაპროფილური ბიზნესები ხარ აბსოლუტური მტრული დამოკიდებულება გამოაჩინა ხო ამ ორმა ბანკმა. მე ვფიქრობ რომ ამაზე ეს უნდა ჩაინიშნოს ხელისუფლებამ და რა თქმა უნდა ამაზე ფასი უნდა გადაახტევინოს მაშინ როცა ეს ოპტიმალური იქნება. პირველი უნდა აეგზავნოთ ბანკებს არაპროფილური ბიზნესის წარმოება, იმიტომ რომ იცით რა ხდება არაპროფილურ ბიზნესს როცა აწარმოებს ბანკი საბანკო სფეროს გარეთ ეს არის კონკურენციის წესების დარღვევა. იმიტომ რომ ბიზნესი მუშაობს საბანკო სესხით, ყველა ბიზნესი. თუ ის რა თქმა უნდა კონკურენცს სესხს არ მიცემს და შეიძლება რომ სესხის გაუცემლობის გამო ჩააშოს. ეს რო ამიტომ კონტრპროდუქტიულია საბანკო სექტორი, როცა ფლობს არაპროფილურ ბიზნესს, ეს უნდა გამოსწორდეს. გარდა ამისა, მაგალითად უკრაინის ერთ-ერთმა პრეზიდენტმა პრემიერი აზაროვი იყო მაშინ, მიიღო ძალიან კარგი კანონი, რომ კომერციული ბანკები დაავალდებულა მათი საკრედიტო პორტფელის 40% მიეცა სამრეწველო ობიექტებისთვის. და მრეწველობას აფინანსებდა. ეს ბანკები კიდე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უცხოური ბიზნესი დაფინანსდეს. რა ფორმით? სამხმარებლო სესხი, ხო? ტელეფონისთვის მოგცემენ, მაცივისთვის, ავტომობილისთვის, ანუ ყველაფერი იმაზე, რაც აქ არის წარმოება, სამხმარებლო სესხს სიამოვნებით გაძლევენ. ეს რა გამოდის, რომ ქართული საბანკო სექტორი აფინანსებს უცხოეთში სამუშაო ადგილების შექმნას. ხო, სამხრეთ კორეაში ჩვენი ფულით იქნება სამუშაო ადგილები, თურქეთში, ევროპაში და ასე შემდეგ. ნუ სავისთანაც გვაქვს ვაჭრობა. ამ დროს ანუ საბანკო სექტორი საკმაოდ გასუქდა. შესაბამისად უკვე დროა რომ ის ჩავაყენოთ ქართული ეკონომიკის სამსახურში. ბიზნესმენებს რაც შეეხება ახლა მე აი თუ ვინმე ბიზნესმენი გვისმენს ჯერ ციფრები ვთქვა. მე გუში ვნახე ეს მაგათი რაღაცა ეს დაახლოებით 1500 კომპანია აწერს ხელს, ხო, ამ ამას. მაგრამ საქართველოში არის აქტიური რეგისტრირებული ბიზნესი, აქტიური. რეგისტრირებული გაცილებით მეტია 700.000-ია, მაგრამ აქტიური ბიზნესი არის 29900 კომპანია. ну 1500-მა მოაწერა ხელი, ხა პროპორცია ეს მაგრამ ძირითადად ვინც არის დიდები უცხოელი კომპანიებიდან ეს არის ყველა ისეთი ვისაც უცხოეთზეა მიბმული და უცხოეთიდან დირექტივებს იღებს მაკდონალდსი, კოკა-კოლა, მაგთი, მათ შორის ხო დელავერშია რეგისტრირებული და მაგთი გაბრაზებულია ხა ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ უნდა სატელეფონო ტარიფების მომატება და ხელისუფლება მაუგზავნა. ამიტომ არის გაბრაზებული, ყველას აქვს რაღაც თავისი პირადი ინტერესი გამომდინარე საკითხებს გადაწყვეტილებას. ზოგი ნაცია უბრალოდ ნაციების ბიზნესია, მაგრამ ბიზნესებს ხელი არ მოკიდეს. და ნუ ალბათ არც უნდა მოკიდონ, მაგრამ ნუ ეგრე ზოგში დარის ჩარტყმა ყველაზე კრიზისულ მომენტში, ხო, გააკეთეს. ზოგი ლიბერალია. ზოგი აი ეს ლიბერალური ბანკები აძლევენ. ბანკები სხვათა შორის აი ეს ESG კრიტერიუმები რაც მაგათ დაავალეს, ეს ირიბად გულისხმობს, რომ ლიბერალური განწყობის ბიზნესებისთვის უპირატესი სესხის გაცემა მოხდეს. ამიტომ ხდება ახლა მაგალითისთვის გეტყვით, აი ჰამბურგერების ბარები მოედო იმას ქალაქს ხო ბოლო წლებში განსაკუთრებით ეს თქვა გვაგონიათ რომ ბაზარზე მოთხოვნა ჰამბურგერის და გინდა თუ არა ჰამბურგერის ბარი. არა ეს არის საკვები კულინარიის უნიფიკაციის პროგრამა ერთ-ერთი ეს გლობალისტური და შესაბამისად აძლევენ. ანუ მოკლედ საკრედიტო რესურსებით ხდება ეკონომიკის მართვა. რა მიმართულებით უნდა განვითარდეს და რა მიმართულებით არ უნდა განვითარდეს. ამას უნდა მიეცეს ყურადღება, მაგრამ ამ ბიზნესებისთვის მე გამკვირვებია ახლა. ну გასაგებია რომ ყველა ვერ შეიძლება არ იყოს გარკვეული ამ გეოპოლიტიკურ რაღაც სასვლებში და წიაღებში, მაგრამ ну როცა ქვეყანა არის სუვერენიტეტისთვის ბრძოლის, ესე იგი, პიგზე, ქარცელში
და შენ ესე იგი ლახვარს ცენ ვაიცი ადრე თუ გვიანა ხა ძალიან ბევრი თუ გაახურეს მაგ ბიზნესებმა რომელიც რაღაცა თავისი ფილოსოფიური აზრებით გამოდიან ავირჩევთ 1-2-ს ალბათ შევიკრიბებით რამდენიმე ცნობადი სახე და გამოვაცხადებთ ამ ბიზნესების მიმართ გაფიცვას მომხმარებლები და გაიჩალიჩებენ. ნუ მე ის ხალხშორის ეს ასეთი რაღაც განცხადება წავეკითხე კიდევაც სოციალურ ქსელში. მომხმარებლები ამბობდნენ რომ გავიფიცოთ მათ წინ რამოდე არ შევიძინოთ. კი, ამის უფლება გვაქვს ნამდვილად. სადემონსტრაციოდ რამდენიმე კომპანიაზე ალბათ ეს გასაკეთებელია უკვე. ნამდვილად. და დანარჩენს მე ხა ისე შევინახე და ნუ იმ კომპანიებში პირადად მე არაფერი აღარ მესაქმება, ხო? არის 1-2 რომელშიც ნუ იძულებული ხარ 1-2, მაგრამ დანარჩენში ნუ აი თუ რამე დამჭირდება აუცილებლად გადამოწმენ ამ რეალურად მოღალატეების სიაში არიან თუ არა. იმიტომ რომ თვითონ ზოგი შეიძლება ვერ ითავისებს, მაგრამ ეს ეხლა რასაც ეგენი აკეთებენ არის ქვეყნის ღალატი. ესე იგი რა. კონკრეტულად ვერაცნობერებენ იმას, რომ სახელმწიფოს ღალატობენ ამ შემთხვევაში რეალურად ხო მეორე მხარეს დგას რა ღალატობს სახელმწიფოს რატო? ლობირებენ. არა, შეიძლება იყოს როგორი, აი მე მაგათი შოუ ბიზნესის რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე, რომ მიდის ბულინგია, პირადში წერენ, რომ ეს თქვი, ის თქვი რა აწვევებიან და რაღაც ზოგი ამას ვერ უწნებს. არ გამოვიწყავ მაგას. მაგრამ ნუ ეს ყველაზე კრიტიკული სიტუაცია ეს არის მომენტი, როდესაც საქართველოს უნდა მოიპოვოს ეს სუვერენიტეტი და უკვე მოპოვებული იყო. შენარჩუნებაზე ამ გაძლევენ უფლებას რომ შევინარჩუნოთ. ხელისუფლება ყველაფერს ვერ ამბობს. თქო, ალბათ დადგება დრო რომ იტყვიან, მაგრამ ვერ ამბობს ყველაფერს. ახლა მე შიგნიდან სამზარეულო რო ვიცი, სულ გარემართვაზე იყო სახელმწიფო. აი გეტყვით მაგალითს. საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე ესე ქვეყნებს შორის 200 ქვეყანა 193 ქვეყანა იყო, აი გავიდა 24 ადგილზე. 24 ადგილზე გავიდა. თუ თქვენ ნახავთ, ესე იგი, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ანუ ეკონომიკის სიძლიერის კორელაციას ოლიმპიურ შედეგებზე, ესე 90%-იანი კორელაციაა, ნუ ემთხვევა ერთმანეთს, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, უფრო კარგი წარმატება აქვს მას. აი ეკონომიკურად საქართველოს უნდა იყოს დაახლოებით აი პირველ 30 ქვეყანაში. ჩვენ რომ მივიღეთ დამოუკიდებლობა, ჩვენ გქონდა დღევანდელი დოლარით 32000 დოლარის ეკვივალენტი ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა. გასაგებია რომ კავშირები დაიღვა რაღაცა ხო, მაგრამ მესამედის გადარჩენა თუ 40%-ის არა, თავისუფლად შეიძლება. და ეს რას ნიშნავს, რომ დღეს უკვე ჩვენ გვექნებოდა ერთ სულ მოსახლეზე 35-40000 დოლარი მთლიანი შიდა პროდუქტი და გვაქვს 8000 რაღაცა, ნუ 9000-მდე, 8500 დოლარს. რატო მოხდა ეს? აი ამ კითხვას რატო ასვამს არავინ? რატო მოხდა ისე, რომ გავანულეთ? კი, ჩვენი ბრალიც არის, მაგრამ მთავარი მიზეზი ეს არის ის, რომ საქართველოს იმართებოდა გარედან. სპორტში რატო გვაქვს ის 24 ადგილზე, რატო ვარ და ეკონომიკაში 77-19-ს? იმიტომ რომ ეკონომიკას და ყველაფერს სოფლის მეურნეობას უცხოეთი მართავს. გარემართვაზე. საერთაშორისო ბანკი, სავალუტო ფონდი, EBRD და ეს აგენტურა და ასე შემდეგ, ხო? და სპორტში ეგენი არ ერევია, ვიღაც უცხოელი ტრანსპორტალები კი ყავს, მაგრამ ჩვენ ვხდით იმას ფულს, რომ მოემსახუროს ჩვენს ინტერესებს. აი ეს არის განსხვავება, რომ ყოფილიყავით 92 წლიდან თუ 11 წლიდან დამოუკიდებელი და სუვერენული, ჩვენ ვიქნებოდით სოფლიოში 24 ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშება. და სამჯერ დაგვწიეს უკან, იმიტომ რომ გარედან გვმართავენ და ხელისუფლება ამ დეტალებზე ვერ ლაპარაკობს. მოვა და დრო და ითქვა ეს ყველაფერი. და ამ სიტუაციაში ეს ბიზნესები, რომელთაც სრული უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს, ხო და ვერ აანალიზებ რა, სად ევროპაში მიდიხარ, ის ევროპაში ვის უნდა ხარ, ევროპაში ვინგიღებს საერთოდ. ან ვინ გითხრა რომ არ გიშვებ? გამორიცხული ევროპა საერთოდ მკაფიო ხედვა რომ გამორიცხული რომ საქართველოს მიიღოს, ეს არის ტყუილი და დიდი აფიორა, არსად არ მიგვიღებენ ეგენი. რომს კულობობდა დაუშვა თეორიულად, ხო? კიდე სწრაფი კითხე, ეგრე რუმინელს კითხე, ბულგარელს კითხე, რომელიც მონათარე გადასული და დაიცალა ეს ქვეყნები. ბალტიისპირელებს კითხე უბრალო ხალხს. რა ხდება იქ? რასულია მთელი
ნუ ეს არის ევროკავშირი არის პროექტი, რომ აღმოსავლეთ ევროპამ და მისმა მეზობლებმა არჩინონ დასავლეთ ევროპის ქვეყნები. ეს პროექტი. ხო და მარტო ის ხო არ არის, ახლა შენ წახვიდე იქ რაღაცა საფრანგეთში და კარგად იყო, ხო? საქართველოს ხო უნდა გვაინტერესებდეს ამ ერის ბედი, ამ ხალხის ბედი, განვითარება, მომავალი. ვიყავით გამყოფილად 45 ქვეყანაში ვარ, მე პირადად გამყოფი მრავალგზის ვერგან, მაგრამ არ უნდა აბჯობია ქართველი. რა თქმა უნდა. აბჯობია ქართველი იყოს და ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა, რაც არის, ეხლა რომ მივიღეთ სუვერენიტეტი, გაჩნდა უკვე საშუალება იმისთვის. შევინარჩუნებთ ირაკლი, როგორ ფიქრობთ, აი ამ დაპირისპირების ფონზე, აი ამ საშინელი ზეწოლის ფონზე, რაც ეხლა საქართველოსთან ნაწილ, საქართველოსთან მიმართებაში ვაკვირდ, უკვე ღია ომი არის ეს, ხო, დასავლეთის გარკვეულ ძალებსა და ხელისუფლებას შორის შეძლებს კი ქართული ოცნების ხელისუფლება შეინარჩუნოს ეს სუვერენიტეტი. შეძლებს ერთ შემთხვევაში, თუ წარმოადგენს ქართულ პროექტს. იმ პარადიგმაში, რაშიც ვითარდებოდეთ გარემართვაზე და სოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის პროგრამით, მაშინ ვერ შეინარჩუნებს, იმიტომ რომ და თუ წარმოადგენს ქართულ სუვერენული განვითარების გეგმას და დაიწყებს ამის რეალურად შესრულებას, მაშინ რა თქმა უნდა, ახლა ხალხი მხარს დაუჭერთ და მოლეხმარებით და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. გარდა ამისა, იცით რა არის, მრავალპოლუსიან სამყაროში პატარა ქვეყნებისთვის უფრო მარტივია მანევრირება, ლავირება და ასე შემდეგ, ხო, ბალანსის პოლიტიკის. საქართველოსთვის ბალანსის პოლიტიკა არის უებარი საშუალება, რომ გადარჩე და განვითარდე. ჩვენთან ეს ამის მე საკითხი ჩემი სპეციალობაა და არის ამის საშუალება, თუ ჭკვიანი მართველი ყავს, ხო? მართველი და ნუ მისი გუნდსაც აქვს მნიშვნელობა. აი ეს ორი სამი ფაქტორი თუ დაემთხვა და ერთად არის, ხო? ეხლა ეჭვის თვალით უყურებდით ივანიშვილი როცა მოვიდა, ხო, რომ ეს რას აკეთებს რაღაცა, ეს ლიბერალია, ესა, მაგრამ როგორც კი საშუალება გაჩნდა სოფლიო რეგიონში და სოფლიო გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა, ეგრევე აფრიალა აჯანყების დროშა, ხო, ანტიკოლონიალური აჯანყების დროშა. და დღეს პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ვართ გაცილებით უფრო სუვერენული, იმიტომ რომ ქართული ხელისუფლება არ ემორჩილება არავის ნებას. ეხლა ის რომ რუსული პროექტი და პუტინის ძმაკაცი და რაღაცები. ამაზე არც ღირს კითხვის დასმაც და ეს მე მიმაჩნია, რომ არის აბსოლუტურად აი იმ ლიბერალების ის სტილი რო აქვთ, რომ იარლიყებს რო აწეფებენ. ხო, ტრამპს ეუბნებოდნენ რუსი პუტინის აგენტი. და ყველას ვისაც არ ეთანხმებიან და არგუმენტი არ აქვს, ნუ კრემლის აგენტი, პუტინის აგენტი. ნუ ეს შეიძლება არასერიოზულია. რატო? იმიტომ რომ საქართველოს და რუსეთს შორის წარმოუდგენელია ურთიერთობის სიღრმისეული ნორმალიზება, თუ ტერიტორიული მთლიანობა არ მოგვარდა. ეს აქსიომაა, ამაზე არის კონსენსუსი საქართველოში და რუსეთშიც იციან ეს. ამას არ ეგუება როგორც ჩანს დასავლეთი. დასავლეთისთვის დასავლური პოლიტიკა ანგლოსაქსონური. თქვენ აქ ისაუბრეთ კიდევ, რა თქმა უნდა, ანგლოსაქსონური პოლიტიკა. სამხრეთ კავკასიაში იდეალური ვარიანტი დრო ვითარება, რომ ჩვენ დავარეგულიროთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. პრობლემა მეორე რა არის ეკონომიკაზე ვთქვით. ანგლოსაქსონური პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ეფუძნება არსებული კონფლიქტების შენარჩუნებას. ეს არის მათი ამოსავალი წერტილი და აქედან გეგმავენ მათთვის საინტერესო კონფიგურაციას. ნახეთ აზერბაიჯანმა რუსეთის პასიური დახმარებით, მოდი ასე ვთქვათ. რუსეთი კადგა გვერდზე მოაგვარა ყარაბაღის პრობლემა, ხო? რა დღეში ყავთ აზერბაიჯანი და ალიევი. რა სანქციები, იზოლაციის მუქარა, ესა რას ქვია შენ მოაგვარე კონფლიქტი. არ პატიობენ. ახლა აფხაზეთს თუ ბოლჯერ მithქვამ სხვადასხვა ყველა ინდიკატორით ანგლოსაქსები ხელს უშლიან, რომ აფხაზეთის პრობლემის დარეგულირება დაიწყეს ყველა. როგორც შეუძლიათ. ამიტომ მე ვხედავ, რომ რუსეთში მწიფდება გადაწყვეტილება თუ უკვე მიღებული არ არის
მაგრამ საზოგადოებრივ გადაწყვეტილება ჩემი აზრით ალბათ უკვე მიღებულია, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი საექსპერტო წრეებში, მოაზროვნე წრეებში მწიფდება იმისა, რომ ხელი შეუწყონ ქართველების, აფხაზების, ქართველების და ოსების შერიკებას. მე ამას ველოდები აი 16 ფებრუარს არის არჩევნები, ხო? აფხაზეთში. ხო, აი ამ შესაძლოა მანამდეც თემა იყოს ეს იქ საარჩევნო კამპანიის დროს, მაგრამ აი 16 ფებრუარის მერე ეს საკითხები აუცილებლად დაიწყება. ინფორმაცია ხა ინსაიდერული და ეს მე არ მაქვს. ეს არის უბრალოდ ლოგიკა იმ პროცესების და რატო ახლა მოლოდინი აქვს თვითონ აფხაზეთში მე რა ინფორმაციაც მაქვს და რა კონტაქტების და ურთიერთობა მაქვს მათთან. ამას რადიკალურად ესე იგი მკაფიოდ ითხოვს ჩინეთი და ინდოეთი. რატომ? იმიტომ რომ ყველა ხედავს რომ 30 წლისთვის მზადდება დიდი მსოფლიო ომი, დიდი მსოფლიო კონფლიქტი და 30 წლისთვის ინდოეთისთვისაც და ჩინეთისთვისაც საზღვაო სავაჭრო მაგისტრალებზე დარჩენა შეიცავს დიდ რისკებს. იმიტომ რომ შეიძლება გაუჩერდეს ყველაფერი. შესაბამისად, ეს სავაჭრო მაგისტრალები გადმოდის ხმელეთზე და კონკრეტულად ერთ-ერთი შტო იქნება საქართველო. კი ბატონო, ირაკლი, თქვენ როდესაც აფხაზეთზე საუბრობთ და ზოგადად ხა კავკასიის ინტერესებზე კავკასიის ინტერესებზე მინდა შევეხოთ, ალიევის ძალიან საინტერესო ინტერვიუ გავრცელდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ნახავდით ამ ინტერვიუს. ერთი ნაწილი მინდა თქვენ ახსენეთ კიდევაც აქ ჩვენს ეთერში მისი განცხადება მაკრონთან დაკავშირებით და ყველა ცნობები ადასტურებს იმას, რომ საფრანგეთი გამალებით ეწევა სომხეთის შეიარაღებას, ხო? ამაზე თვითონ აზერბაიჯანული მედიაც წერს, რომ ამ საქმეში ჩართულია ამ საკითხში საფრანგეთი, მაგრამ ნახეთ ალიევის ეს განცხადება მინდა წაგიგდითხოთ. საქართველოს მნიშვნელოვანი ფაქტორია კავკასიისთვის ბრძოლაში, როგორი იქნება კავკასია, იქნება თუ არა დაფუძნებული ისეთ ტრადიციული კავკასიურ ფასეულობებზე. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა მან და თქვა, რომ საქართველოში ჩანს მაკრონის ყური. ყურები. დიახ. კი ბატონო, ილჰამ ალიევი ახლა ძალიან მაგარი ლიდერი აღმოჩნდა. მე ვიცნობდი მამამის, ჰეიდარ ალიევს, შემოგვიდგინეთ ვარ, წიგნიც მაქვს ხელმოწერით, რომელიც შემდეგ გამომადგა აზერბაიჯანის, ესე იგი, ავტოინსპექციასთან. სხვადასხვა აზერბაიჯანული მედია რო აკვირდებით, მე მეტნაკლებად რადგან თურქული ენა ვიცი, რო ვუსმენ, ძალიან ობიექტურად, იმდენად ობიექტურად გადმოსცემს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ასეთი ობიექტური არ არის ის 4 ქართული არხი, რომელიც დღეს ემსახურება იმ დასავლეთის ინტერესებს, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობდით. ძალიან ობიექტურად გადმოსცემენ ამ ვითარებას. ალიევმა, ჰაიდარ ალიევმა, ილჰამ ალიევმა და მადლობა ჩვენს აზერბაიჯანულ კოლეგებს ახლა. შეძლეს შეუძლებელი, მათ შეძლეს მეხუთე კოლონის არ დაშვება აზერბაიჯანში, იქაც იყო. კი, რა თქმა უნდა. ამზადხულს ხო შეუწყვეტ ეს ურთიერთობა, ხო ეს პერსონალურად გამოაცხადეს და თუ არ ვცდები ეს აიდი, დიახ. ამზადხულს დაარბიეს დიდი ფრანგული სადაზვერვო ქსელი, მათ შორის ექიდან 2 ადამიანი საქართველოში არის ბაზირებული. ერთ-ერთი და როგორც ჩანს ერთ-ერთი საბავშვო სათამაშოების ფრანგული მაღაზია იყო მათი, ასე ვთქვათ, დაფარვის. აღარ მახსოვს სახელი, მაგრამ ქსელია საბავშვო, ხო. მოკლედ ფრანგული ქსელი დაარბია, ჩასვა ბანკის შპიონი ციხეში და ლომივით იბრძვის იმისთვის, რომ თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას, მაგრამ ამ სუვერენული პოლიტიკით მან შეძლო ის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა, ყარაბაღი დაიბრუნა, ეკონომიკა განავითარა. თან აზერბაიჯანში რა არის სტრუქტურულად სწორად ვითარდება, ჩვენთან ვითარდება, ოღონდ სტრუქტურულად არასწორად. და აზერბაიჯანში იქ სოფლის მეურნეობაში ძალიან დიდი ფული ჩადო, მრეწველობაში ძალიან დიდი ფული ჩადო, ქიმიური მრეწველობა ვითარდება. რამაც შეუწყო დემოგრაფიის ხაზხელი, ხო? დემოგრაფიულად არ ვიცი ახლა შობადობა დაახლოებით იგივე აქვს რაც ჩვენ, იმიტომ რომ ეს გლობალური 10 მილიონია დღეს აზერბაიჯანში. არა, ჩვენზე მეტი იყვნენ, ხო, მაგრამ ეს გლობალისტური შობადობის შემცირების ღონისძიებები ყველგან ტარდება, მათ შორის აზერბაიჯანშიც.
ესე არის შეთანხმება გლობალური და მაგრამ სტრუქტურულად განჯეში მანქანათმშენებელ ქარხანას აკეთებენ ხო ივეკოს იტალიური სათვირთო ავტომობილების მეაბრეშუმეობა მეჩაიეობა ხო სერიოზულად სტრუქტურულად სწორად ავითარებთ ჩვენგან განსხვავებით პლუს ნავთობი და გაზი აქვს დიახ ხო და ну რა თქმა უნდა მისთვის ახლა ნათელი აზერბაიჯანისთვის და ბატონი ილხამ ალიევისთვის რომ თუ საქართველოს დაეცა ბრძოლაში შემდეგი არის აზერბაიჯანი საქართველოს არის დაახლოებით 12 სახელმწიფოს ჩამკეტი ეს 12 სახელმწიფო პირველ რიგში ეს არის აზერბაიჯანი, სომხეთი, შუა აზია, ყაზახეთი, ჩინეთიც კი, ხო? მონღოლეთი და ზოგადად 12. ამიტომ რატომ ვიძახით რომ საქართველოს ერთდროულად სახელმწიფოა სამხრეთ კავკასიაში, იმიტომ რომ ზღვაზე გასასვლელი ჩვენ მაქვს. ეს არის მთავარი ღირებულება საქართველოს გეოპოლიტიკური, ერთ-ერთი მთავარი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის. ამიტომ ალიევს ესმის, რომ მისი ოპოზიცია საქართველოს ტერიტორიაზე მზადდებოდა სააკაშვილის დროსაც, ახლაც. ამიტომ გადაკეტა სახმელეთო საზღვარი, რომ ეს მარნეულში გადაბირებული დღესაც საკაკეტილი საზღვარი ხო? არამარტო საქართველოს სახმელეთო საზღვარია, რომელიც ირანთანაც და რუსეთთანაც იგივეა, ყოველთვის რომ შეიძლება ჩახვიდე. მაგრამ ნუ ეს საკუთრივ ავტომობილები მოძრაობ. და ეხლაც მაგალითად დააკავეს ერთი კვირის წინ საკუთრივ ავტომობილი, ორი პოსტები, ფოიერვერკები შექონდათ. საინტერესოა. საქართველოსთან და გაფორმებული იყო თითქოს ეს არის კარტოფილი. და ნუ აჩვენეს, ანუ ეს შესაძლოა ან ამათმა რო ვერ გაყიდეს აქ 3 ძმა და 7 ძმა და ვინც არიან შეიძლება კონტრაბანდით შექონდათ აზერბაიჯანში ან იქაც რაღაცას გეგმავენ საომავლოდ ხო ფოიერვერკების რევოლუცია ხო და რაკოს ალიევის მხარდაჭერას ჩვენ ვგრძნობთ ეს გამოიხატება იმაშიც რომ აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა ჩვენმა 80%-იანი მხარდაჭერა გამოუცხადეს ხელისუფლებას და ეს ძალიან კარგია, ხო, მიულოცა უკვე პრეზიდენტსაც, პარლამენტის არჩევნებს ადრე. აზერბაიჯანის და საქართველოს ურთიერთობა უნიკალურია, რა თქმა უნდა არის მოსაგვარებელი პრობლემებიც, რომელიც ალბათ უნდა გადავწყვიტოთ აი 25 წელს, ეს გარეჯის თემა იქნება, იქ ტარიფების თემა იქნება, თუ ასე შემდეგ ერთობლივი პროექტები ენერგეტიკაში, არა მარტო ენერგეტიკაში, მე საერთოდ ყოველ ადრეც ვისაუბრია რომ მომხრება საერთოდ საერთო ბაზრის საქართველოს მომხრე აზერბაიჯანი, მაგრამ გააკეთონ ერთიანი ბაზარი, ერთიანი საბაჟო და სატარიფო პოლიტიკა და არც ევროკავშირი არ დაგჭირდება ამ შემთხვევაში. არც ბრიქსები და არც ევრაზიის კავშირები. მე მგონი ჩვენ დავჭირდებით. ხო, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ისეთ ქვეყნებთან გქონდეს ესეთი ურთიერთობები, რომელიც მეტნაკლებად თანაბარუფლებიანია, დავიჩაგრებით ახლა მეგაეკონომიკურ გაერთიანებებში აუცილებლად დავიჩაგრებით, იმიტომ რომ ეს გაერთიანებები არის მორგებული იმ დიდი ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც ეს თავის დროზე შექმნეს, ხო, ევროკავშირი ეს არის საფრანგეთის და გერმანიის და ჰოლანდიის ამათი ინტერესი დასავლეთ ევროპული ქვეყნების ევრაზიის და საბაჟო კავშირი ეს არის რუსეთის ინტერესებზე პირველ რიგში მორგებული. ამიტომ ჩვენთვის ცალკე რო ვიყო და საერთოდ არც ერთ სამხედრო ბლოკში და არც ერთ მეგა ინტეგრაციულ პროექტში არ შევიჭრათ, ჩვენთვის გაცილებით სასარგებლოა და მეც მოვიდეთ. კი ბატონო. ირაკლი, ჩვენი საუბრის პარალელურად გავცალდა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადება, რომელიც საქართველოში ვიზიტად იმყოფება. მთავრობისგან მივიღე დაპირება, მე უნდა წავიკითხო ეს განცხადება, მე მთავრობისგან მივიღე დაპირება, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს შეცვლის ხელისუფლება, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
რა სიტყვით თქვენ ამასთან დაკავშირებით, ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა და მეორე მოთხოვნა, რატომაც ევროკავშირი და ევროპული ლიდერები ქვეყანას უყენებდნენ ულტიმატუმს, იყო მეორე კანონი, ეს არის LGBT თემის კანონის საერთოდ გაწევა. ისევე როგორც ამ კანონზე და ამ შემთხვევაში ისინი მზად იყვნენ ამ არჩევნებისთვის მიეცათ ლეგიტიმაცია. რას ნიშნავს ეს ვიცი ხა ესეთი ინფორმაცია არის, თუ შეგიძლიათ რომ მოკლედ ვიპასუხოთ, ანუ გამოდის რომ ხელისუფლებამ რაღაცა მე ვფიქრობ, აქ არის ერთი ბარტყე გადამომიგდეს პრინციპი, რომ გააჩუმონ ასე ვთქვათ და ევროპამ რო იგრძნოს თავი დაკმაყოფილებულად. იმიტომ რომ წააგეს რეალურად დასავლეთმა, ვერ მოახდინეს გადატრიალება, ეხლა უნდათ რომ თითქოს რაღაცა მოიპოვეს ამის დაფიქსირება და თხოვენ ალბათ ამას. ახლა თვითონ ეს გამჭვირვალობის კანონი პრინციპში იყო სიმბოლური რამ. რომ დავატყით რას მეხუთე კოლონას. გააჩნია ხა რა მოდელს შეიმუშავებენ. მე რო ვთქვი თუ ეს პოლონური მოდელი თუ შემოიღეს NGO სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების ის იმ დასავლეთის ფულს ისეთი უტეხია, იმიტომ რომ დომინაცია იქნება სრული. ცხადია. ქართული ინტერესებიდან მოქმედი. რა ვიცი, ნახოთ რა სიტყვის ამაზე ხელისუფლება. პირობები შეიძლება გასცენ, მაგრამ როგორ შეასრულებენ რა წინადადებები დამუშავდება ესე, მაგრამ კარგი ის არის, რომ ევროპა ეძებს ახლა რაღაცას, რომ დაალაგოს სიტუაციის ვითარება საქართველოს. რატო დაალაგოს? იმიტომ რომ ევროპისთვის საქართველოს და ამ კორიდორის, სატრანზიტო კორიდორის დაკარგვა სერიოზული პრობლემაა. თქვენ სულ საუბრობთ ხოლმე და თქვენი კოლეგაც ბატონი სოსო სულ საუბრობს, რომ დღეს ევროპას ჩვენ გვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპა. 60 მილიარდის წიაღისეული მიაქვთ შუა აზია და პლუს აზერბაიჯანის ტვირთები, ხო? ამიტომ მათთვის ეგზისტენციალურია, როცა რუსეთთან აქვთ ეს რკინის ფარდა და გაჩერებული ეს ყველაფერი, ეგზისტენციალურია, რომ აქ გქონდეთ მათ მიმოსვლის საშუალება. თუ ეს ჩაეკეტებათ, ევროპის მრეწველობა დაახლოებით 7%-ით პირველ წელს ჩამოიშლება, 7% და შემდეგ ეს სინერგიული ეფექტები ექნება და საერთო ჯამში ეფექტით 15-17% ვარდანას გამოიწვევს. ისედაც მინუსებში მიდიან, ხო, საფრანგეთის ეკონომიკას და რეცესიაში, ანუ ტექნიკური რეცესია ქვია მაგას. 0.2%-ით მცირდება საფრანგეთის ეკონომიკა, გერმანია 2 წლის განმავლობაში მცირდებოდა. ფაქტობრივად ნულოვანი ექნება წელს. არ არის კარგი დღეში, იმიტომ რომ გაიზარდა ენერგეტიკის ფასი, ელექტროენერგიის ფასი, ენერგიის ფასი. აგერ დღეს ტრამპი გამოვიდა და უთხრა, რომ ევროპას მუდმივ ტარიფებს შემოუღებ მათ პროდუქციაზე, თუ არ აიღებენ ვალდებულებას, რომ ამერიკულ გაზს და ნავთობს არ იყიდიან, რა. ანუ სატარიფო ომები დაიწყო. ეს მარტო ჩინეთს არ ეხება, ეს ევროპას ეხება. მე ეჭვი მაქვს, რომ ევროპის ხარჯზე მოხდება ამერიკის და რუსეთის, ასე ვთქვათ, დალაგება. თურქეთის მათ შორის, იმიტომ რომ ევროპის დღევანდელი კეთილდღეობის დონე არ შეესაბამება არც იმ გეოპოლიტიკურ, არც იმ სამხედრო და არც იმ ბუნებრივი რესურსების ბაზას, რომელიც მათ გააჩნიათ. ამიტომ პირველი მსხვერპლი იქნება ევროპა და ამ უკრაინის კონფლიქტიდან დიდ ძალებს შორის ყველაზე დიდი წაგებული არის ევროპა. და ამას კიდე ბოლომდე გაუგრძელებენ ამერიკა და რუსეთი ერთად. კი ბატონო, და ის ჩანს კიდევაც. ირაკლი, აუცილებლად მინდა პრინციპში ჩვენ გადაცემა დასასრულს უახლოვდება, ორი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დამრჩა და აუცილებლად მინდა რომ საზოგადოებამ თქვენგან მიიღოს პასუხი. სანქციები. უკვე გამოცხადებულია ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა გამოუცხადა სანქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და ასევე ცნობილ ხარებას, სხვათა შორის ხარაზიშვილი და რამოდენიმე მაღალჩინოსანია, მათ შორის და არახველიძე. მანამდე იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დღეს ანადოლიძე ამბობს, რომ მან მიიღო ინფორმაცია დიდი ბრიტანეთიდან, რომ სანქციები დაუწესდება ბიძინა ივანიშვილს. პრინციპში უნისონში მოქმედებდა გუშინ, რასაც ჩვენ რაც ვნახეთ, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები და ბოლოს თქვა კიდევაც შეერთებულმა შტატებმა, რომ ითანამშრომლეს ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც გამოცხადა და ეს სანქციები. ეს ერთგვარად გამარჯვება ჩათვალა
რადიკალურმა ოპოზიციამ და წარმოუდგენლად ზეიმობდნენ იმას, რომ საქართველოს პირველი პოლიციელი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აქ სისხლი არ დაღვრილიყო და ყოველთვის გავიმეორებ ამ ფრაზას, ერთ-ერთი სპეცრაზმელი, რომელიც არის აფხაზეთიდან დევნილი, რომლის მამა იქნა დახვრეტილი აფხაზეთის ომის დროს, მას დამიზნებით ესროლეს, მე ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, მას აქ დამწვარი ხელები და იმ დამწვარი სისხლის დიოდა ხელიდან, მან ხელიდან ფარი არ გაუშვა. აი იმ დღეებში, როდესაც რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებოდით ბოლო დღეებში, აი ამის მიუხედავად, ხო, ამ პოლიციელებმა არ დაუშვეს სისხლის ღრმა ამ ქვეყანაში და იმიტომ რომ ვახტანგ გომელაურმა დაარღვია ადამიანის უფლებები და სასტიკად გაუსწორდა ადამიანებს აქციის მონაწილეებს, ამიტომ ის უნდა დასანქციებდეს. რაღაც ზეიმი იყო ამაზე გამოცხადებული, ძალიან განუცადე, რასაც ვუყურებდი ამ მედიაზე, როგორ ზეიმობდნენ ამ ყველაფერს. რას ნიშნავს ახლა ეს სანქციების დაწესება? ეს არის ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა და თუნდაც იმ პოლიციელების, სხვა პოლიციელებისთვის თითქოს ზეწოლა მათზე, რომ აი თუ თქვენ არ გადახვალთ ხალხის მხარეს, თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ სანქციების ქვეშ. რას ნიშნავს? სანქციები რა არის ახლა? ღალიევზე საუბრობდით თქვენ და ყოველდღიურად უცხადებენ მეგობრები. ვერ გახსნეს ამერიკაში არ გარის და ვერ გადარიცხავს ფულს. ესაა სანქცია. კი ბატონო, უსიამოვნოა ახლა, არ უნდა აკეთებდნენ ამას. თუ მომავალზე ფიქრობენ, არ უნდა აკეთებდნენ. მაგრამ ეს მიუთითებს ამ ბაიდენის ადმინისტრაციის აბსოლუტურ დეგრადაციას და ისინი ცდილობენ პირდაპირ ტრამპს დაუტოვონ მსოფლიოში იმდენი და ისეთი პრობლემები, რომლისგანაც გამოსავალის და ესე იგი ამ გამოსავალი გაუჭირდება. ეს რეალურად საქართველოს დასჯის ოპერაციაა, გჯიან, იმიტომ რომ გამოვიჩინეთ ურჩობა, მოვიპოვეთ სუვერენიტეტი. ამისთვის ვისჯებით. ვინ უნდა დასაჯონ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის ხალხი, ვინც დგას ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე, ეს სამართალდამცავი სისტემა. ეგენი რო არ ყოფილიყვნენ, ეხლა უკვე სანგრების გათხრა მოგვიწევდა ან პარტიზანული ბრძოლები რუსეთის არმიასთან. ეხლა რუსეთის არმიას როცა ვამბობთ, ეს არ არის ხაპარები და მოგონები. 2014 წელს რუსეთმა შეიტანა შესწორებები რუსეთის სამხედრო დოქტრინაში. მეორე თავის მე-13 პუნქტია, სადაც პირდაპირ ჩაწერეს, რომ რეჟიმის ხელისუფლების დამხობა რუსეთის საზღვრების მახლობლად არის რუსეთისთვის სამხედრო საფრთხე. პირდაპირ წერია. და ეს რას ნიშნავს ახლა ეს ვისაც არ ესმის? ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მოხდა ხელისუფლების ცვლილება რუსეთის რომელიმე მოსაზღვრე სახელმწიფოში და ვინც მოვა ის არის რუსეთის წინააღმდეგ განწყობილი, ასე წერია ზუსტად. ეს ნიშნავს ეს დოქტრინა ავალდებულებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს ამ სამხედრო საფრთხეზე. მოქმედება რაც ნიშნავს, ეს არის სამხედრო ინტერვენცია, ანუ საქართველოს ოკუპაცია. რეალურად ეს ამაზე ქონდათ იქ ბაიდენის ადმინისტრაციას და ნეოკონსერვატორებს გათვლა, რომ ხო ნახეს ეს 14 წელს რუსებმა უკრაინის ბაიდენის მერე ჩაწერეს ეს. ანუ რუსეთის პროვოცირება უნდათ სამხედრო ოპერაციაზე. ნუ რა მიზნით? იმ მიზნით, რომ რაღაცა 50-60 კაცი მოაშორონ უკრაინის საბრძოლოებს. ბალტიისპირელებზე მინდა რატო აქტუირობა მაგათხოვენ ახლა მეორე ფრონტის გახსნას. ვერთხის დღეში არის. და ამიტომ რომ ეგება საქართველოში მოაწყონ რამე. ბალტიისპირას თხოვენ მეორე ფრონტის გახსნას. იქ არის სცენარიც კი შესთავაზეს, იქ ესტონეთის ჩრდილოეთში არის ნარვა ქალაქი და მთლიანად ამ პროვინციაში 85% არის რუსი მოსახლე. ესტონეთის მოსახლეობა. ნარვაში დგას T-34 ომის დროინდელი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკია, მემორიალი და ცენტრი ავალებს, რომ მოაშორეთ ეგ მემორიალი. ახლა რუსები ცხოვრობენ ეგ, ეთნიკური რუსები 85%, 100%-ზე მეტი. ესენი არ ემორჩილებიან და აი მან უნდათ პროვოკაციას მოწყობა და მეორე ფრონტის გახსნა ბალტიისპირეთში ეს ძვირფას ნატოს. ამიტომ შავრლიდან არიან ამოხტარები, ვის უნდა ახლა მაგათ უნდა და როგორმე ცდილობენ რომ ეგება საქართველოში დაიწყოს ეს მეორე ფრონტი. ნუ რა ვიცი, უთანაგზნობთ ბალტიისპირელებს და იმედია რომ ჩვენსავით მეტად დაუდგებიან და არ გაუშვებენ საკუთარ ქვეყნებში მეორე ფრონტის გახსნას.
მაინც მოკლედ რომ მითხრათ, სანქციების არის ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც არ გადახოს საქართველოს. არაფერს არ შეცვლის ეს სანქციები, რა ასვლის ახლა რუსეთზე არის 40,000-ზე მეტი სანქცია შეცვალა რამე. არც საქართველოში ახლა მე ეგ ხალხი თქვენი ჩამოთვალეთ მის დასანქციებს რესტორანში სადმე რომ შემხვდეს, ღვინო პატივისცემის ნიშნად ღვინოს გავუგზავნი. საქართველოში ექნება განსაკუთრებული დაფასება ამ ხალხს. ზედ ხარაზიშვილი, იგივე ხარება არის წარმოუდგენლად მართლა ძალიან აი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 24 საათიან რეჟიმში იდგეს იქ და დაიცვას ის უსაფრთხოება, თუნდაც იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, რომლებიც იქ აქციას პროფესიონალია, აკეთებს თავის საქმეს. თუ არ ვცდები, თემურ ღებრიშვილის კლანიდან არის გამოსული და ძალიან გავს თავისი ქმედებით თემურ ღებრიშვილს. და თან ამ აცხლისტებს ეკაიფება ხოლმე. კი, სხვა შორის სწორად უთხრა, რომ მე ვომოვდიო და წამოხვალთო, იომებთო, ვის ჩავაბაროთო ეს ქვეყანაო და პირდაპირ მნიშვნელობით თქვა ეს ლიტერატურული სიტყვა მე არ გავიმოვები ხო ამას. მეორე პოლიტიკური ძალა, ახალი პოლიტიკური ძალა და წყალი, მთის წყალი თქვენ ახსენეთ. ხო, რამას საყვარელიძესთან მქონდა საუბარი და მითხრა ასეთი რამ, წარმოუდგენელი არის, აი ყველაფერი რომ დასრულდება ამ ქვეყანაში და ეს აუცილებლად დასრულდება ეს აქციები, რომელიც ეხლა რუსთაველზეა. ამ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა და რომ დაუფიქრდეს რეალურად სწორი თქვა ბატონმა რამაზმას პოლიტიკური ძალა რომელიც გიწყობს სახელმწიფო გადატრიალებას და რომელიც გიწვავს საქართველოს პარლამენტს ორგანიზებას უკეთებს ამ ყველაფერს და აი ამ პროცესებს აწყობს რაც ეხლა რუსთაველზე ხდება წარმოუდგენელი ალბათ მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობა ხელისუფლების მხრიდან და როგორ ფიქრობთ ბატონო ირაკლი მით უმეტეს ზოგი ლიდერის წინააღმდეგ გამოძებაც არის დაწყებული, ყოველ შემთხვევაში არის ასეთი ცნობები. მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო ირაკლი, სუფთა მთის წყალი ახსენეთ თქვენ და ხომ არ დადგა დრო რომ ეს მთის წყალი მივიღოთ კოკა-კოლა და პეპსი-კოლაზე უკვე აღარ თქვა თუ არის და მთის წყალი შემოგთავაზოს ხელისუფლება. პრინციპული მნიშვნელობა აქ აქვს რა გზით წავა ხელისუფლება. ეხლა უყურეთ. ხელისუფლების ხელში არის ეხლა ბევრი რა. ჩვენ თქვით უკვე გადაცემაში რომ ცხოვრობდით იმ პარადიგმაში, როდესაც გარემართვაზე იყო სახელმწიფო, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გადიოდა უცხოეთის ფილმს, ან მოდიოდა უცხოეთიდან. ამიტომ აქვს მაჩანჩალები ეკონომიკაში, ხო, მსოფლიო მასშტაბით. და თუ ეხლა რახან სუვერენიტეტი მეტი იქნება მოპოვებული უკვე ეს ხელისუფლება თუ დაიწყებს ახალი ქართული პროექტის კონცეფციის, საქართველოს განვითარების, სახელმწიფოს განვითარების კონცეფციის შექმნას, იმიზნით რომ ეს განხორციელდეს, ეს პოლიტიკურ რეალობას საქართველოში და პოლიტიკურ ლანდშაფტს მთლიანად შეცვლის, ანუ წესებს შეცვლის. რატო შეცვლის? იმიტომ რომ ეხლა მიდის ბრძოლა აქამდე მიდიოდა ბრძოლა დასავლეთისთვის ეჩვენებია ვინ უფრო უკეთესად ემსახურება მათ, ხო? და ლეგიტიმაციას იხედებდნენ და ახლა წავა პროფესიონალური ჯაბაასი რაჯობია, ხო, რომელი საწარმოს სადადგმა ჯობია, რომელი წიაღისეულის როგორ დამუშავება ჯობია, ჯაჭვები, ეკონომიკური კონცეფციები, სოფელი რა მოდელით უნდა განვითარდეს, ეს უკვე პატრიოტების საქმეა და პროფესიონალების. თუ აი ესეთი პარადიგმა და ლანდშაფტი შეიქმნა, მაშინ რა თქმა უნდა ახალი ჯანსაღი ძალები უნდა გაჩნდეს და თუ ისევ ჩარჩებიან ამ ვაშინგტონის კონსენსუსის პარადიგმაში, მაშინ აზრი არ აქვს პოლიტიკას. აი ესეთია რეალობა. კი ბატონო. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საინტერესო ეთერისთვის და ტრადიციულად საინტერესო ანალიზისთვის. ერთად დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება პროცესები, იმედია ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება და მაკეინის ინსტიტუტის ოცნება, რასაც ქვია ადამიანის მკვლელობა ეს არ განხორციელდება ამ გეგმაზე უარს იტყვის მათ შორის ის რადიკალური ოპოზიცია, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც ეს დგას მეორე მხარეს. ამას აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არიან ისინი ჩვენთვის. მე მაინც მგონია რომ ეს ადამიანები ჩვენ უნდა დავიბრუნოთ და ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა თქვა რომ ინიციატივა მისი და ისურვებდა იმას რომ ხელისუფლება მიფიქროს ამაზე, რომ აი ამ აქციების დასრულების შემდეგ სკოლებში, უნივერსიტეტებში შევიდეს ფსიქოლოგები და იმუშაონ ამ ბავშვებთან, სტუდენტებთან, რომლებიც დღეს ამ რუსთაველზე ძალიან მე კიდევ მზად ვარ ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერებისთვის ცალკე ლექციები ჩავატარო კურსზე და აუხსნა რეალობა რასაც. უბრალოდ ხალხზე ვარ, ამიტომ
მოტყუენ თავის დროზე მოატყუეს, შევიდა ამ თამაში, გახდა დაირქვა მხარდამჭერი, დაიჯერა ეს ყველაფერი და ეხლა როგორც ნაცი და ესეთი გარიყულია და არავის აღარ უნდა რა და ეგ ხალხი ნელ-ნელა უნდა და პოტენციური მსხვერპლი არიან. ხელი არ უნდა უკან ბოლომდე. მე იმაზე არ ვამბობ, ვინც ლიდერებზე და აქტიურობდა და უბრალოდ ხალხზე ჩვენი შვილები, ჩვენები არიან ისინი, ჩვენ ერთნი ვართ, რა თქმა უნდა, ქართველები ვართ და ჩვენ როცა ჩვენ მორწმუნე ადამიანები ვართ და რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში ჩვენის ადამიანები არ უნდა დავკარგოთ, პირიქით უნდა შემოვიყვანოთ აუდიტორიებში, სკოლებში და ასე აუცილებლად. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი ეთერისთვის, საინტერესო საუბრისთვის, ერთად ნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები, მაყურებელს კი ვთხოვ, ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გაიზიარეთ თქვენი მხარდაჭერა, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე კი შეგახსენებთ რომ ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა, მე კი ორ შაბათამდე გემშვიდობები და რაც მთავარია მშვიდობია შაბათ კვირას გისურვებთ, ნახვამდის.